მოგესალმებით. მე ვარ გიორგი ვართუმაშვილი, გრაფიკოს დიზაინერი და ილუსტრატორი. მას ვთქვათ, ეს ორი სფერო მაქვს შეთავსებული, თუმცა ხატვას არ არის ავღალატო, ყოველთვის ხატავ ხოლმე, რაც მაქვს თავისუფალი დრო. სამწუხაროდ ბოლო დროს არც თუ ისე ბევრი მაქვს ხოლმე, მაგრამ ერთ-ერთი არის კიდევ აი ეს ლექციები, რაც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მაქვს ხოლმე შანსი, რომ თქვენთან ერთად, ასე ვთქვათ, შევქმნე ილუსტრაცია. დღეს გავაკეთებთ ესე იგი ილუსტრაციას. ილუსტრაციამდე ჯერ უბრალოდ შესაძლოა გინახავთ ჩემი წინა ლექციები, იქაც მსგავს პრეზენტაცია მაქვს ხოლმე, თუმცა თუ არ გინახავთ, უბრალოდ მოკლედ გადავხედავთ კიდევ ერთხელ და შემდეგ უკვე გადავალთ, ასე ვთქვათ, ილუსტრაციაზე და ვნახავთ პროცესს, როგორ ხატავთ ამ ყველაფერს. ესე იგი, ესე იგი, პირველში გაგიზიარებთ ჩემს მონიტორს და ჩავთოთ პრეზენტაციაც ესეთ წესით ახლა გაზიარდა. ოკეი. ესე იგი, რაც ხდება ციფრულ ხატვაზე. დიდი ალბათობით ხვდებით უკვე არის ციფრული ხატვა, რადგან ასე ვთქვათ, დაინტერესებულები ხართ და ახლაც აქ ხართ ჩვენთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ხატვა ბევრ ასე ვთქვათ დეტალს მოიცავს, იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს პერსონაჟების დახატვა, ზოგი ფიქრობს, შეიძლება რაღაცა კომიks ვიზუალი იყოს თუ უბრალოდ რაღაც ხობისავით ნახატის შექმნა, ხო? რეალობაში ციფრული ხატვა უფრო დეტალური ახსნა აქვს ამ ყველაფერს. ფაქტობრივად ყველა ეს სხვა მიმართულება ერთიანდება ამ ერთ სფეროში. ხო, ანუ რომ ვილაპარაკოთ განსხვავებაზე, კლასიკურსა და ციფრულს შორის, რა თქმა უნდა, განსხვავება არის ხელსაწყოებში. ასე რომ ვთქვათ, კლასიკურისგან განსხვავებით, ციფრულში ჩვენ ყველა ეს კლასიკური დეტალი რაც ჰქონდა, კალამი კი არა, pens ასახიან ხო, მელნის კალამი, ამითაც ხატავენ სხვა შორის, საღებავები, ფუნჯები და ასე ვთქვათ, ფურცელი, ეს ყველაფერი ჩვენ პაილტრა გადავიდა, ასე რომ ვთქვათ, ციფრულ ვერსიაში, ციფრულ ფორმატში, რომელსაც აქ ვხედავთ მაგალითად პლანშეტზე. თუმცა პლანშეტის გარდა, რა თქმა უნდა, კომპიუტერიც ითვლება ამ ციფრულ ხელსაწყოთ, იმიტომ რომ ეს ხელსაწყოები, რაც ადრე იყო, აწი არის უკვე რედაქტორებში. ამას ძალიან მარტივად გეტყვით. არის ორი რასტრული და ვექტორული. შეიძლება გაგიგიათ Procreate, iPad-ში, Photoshop-ი, Illustrator-ი. ასე ვთქვათ, ეს არის ყველაზე ძირითადი პროგრამები, სადაც ხატავენ ხოლმე, ასე ვთქვათ, უკვე პროფესიონალი. ხო, განსხვავება აქ არის ის, რომ რასტრულები პიქსელებზე მუშაობენ, ვექტორული მუშაობენ, ასე ვთქვათ, გეომეტრიულ ფორმებზე. განსხვავებას მოგვიანებით მიხვდებით, როგორც დავხატავთ. აქ არის უბრალოდ სტილების კრებული, მაგალითად ზოგიერთი არის გაკეთებული რასტრულში, ზოგიერთი კიდევ არის ვექტორულში. თუმცა როგორც ხედავთ, ორივეში შეგვიძლია ასე ვთქვათ, თავისუფლად დახატვა პატარა ტიპის პერსონაჟების. რა თქმა უნდა, სტილი განსხვავდება მათ შორის, მაგრამ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ორივე ჩემს თანაბრად რთული არის და თანაბრად შეიძლება რაღაც სირთული სტილის გაკეთება ორივეში, როგორც რასტრულში, ისე ვექტორულში. ხო, ილუსტრატორსაც ეხება, თვითონ ეს პროგრამა არის განკუთვნილი, რა თქმა უნდა, ილუსტრაციებისთვის, თუმცა ილუსტრაციების გარდა ასევე აქ ქმნიან ხოლმე მაგალითად ლოგოტიპებს, იმიტომ რომ იმდენად ხარისხიან გამოსახულებას ქმნის, რომ შეიძლება ლოგოტიპები შეიქმნას, ტიპოგრაფიაც, პრინტი და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ილუსტრაციებს შევქმნით ილუსტრატორში. აქ უბრალოდ კრებული მაქვს სხვა სტილის, ალბათ ხედავთ, ეს არის სხვა ილუსტრაციები, სხვა სტილში, ზოგი უფრო რთულია, ზოგი უფრო დეტალური არის, მაგრამ ყველა ეს ილუსტრაციის შექმნა ჩვენ შეგვიძლია ილუსტრატორში. ხო, განსხვავება, ხო, გონიათ ვიკითხოთ თვითონ რომელი მოსწონთ, თუ შეუძლია ვისაც დაგვიზიაროს, რომელი სტილი მოსწონს და უყვარს და თვითონ ხატავს ხოლმე. აბა ჩართეთ მიკროფონები. მას მე მომწონს, მას ირემი რო ხატია. ირემი, ხო, აი ეს. ირემი მოგწონს? ირემი მომწონს, დიახ, მას. სხვა შორის ძალიან საინტერესო მხატვარი არის, აი ეს ვინც ხატავს ამ ილუსტრაციებს. ილუსტრატორში ხატავს სხვა შორის აი ამ ილუსტრაციებს და ძალიან ბევრ დეტალს ამატებს ხოლმე. ცოტა ბევრი დრო ნამდვილად ჭირდება, მაგრამ შედეგს როგორც ხედავთ, აი ძალიან კარგი შედეგი აქვს.
ფუნჯებით რაღაც განსაკუთრებული ტექსტურა აქვს აი ამ ხატვარს და ამ ფუნჯებით ხატავს ხოლმე. აბა კიდევ მე მომწონს პირველი. აი ეს ხო ცოტა უდარდელად რო წევს. კი, ეს ყველას მოწონს ხოლმე ეს ნახატი. მარტივი არის, მაგრამ ყველას ძალიან ისე მე მომწონს გოგონა რომ ხატია. გოგონა, მარჯვენა ესე იგი, აი ეს ალბათ. ყეში. მეც გოგონა რომ ხატია ეგ მომწონს. აჰა, ოკეი. მე ირემი მომწონს. აჰა, ორი ირემზე და ორი გოგონაზე. ესე იგი აქ გაიყოლო აზრები. ოკეი. აბა შევი? ირემი. ირემი, ხო? შენი ვისაც გაქვთ აწეული პირდაპირ ჩართო მიკროფონი. აჰა. სანკა. კატა თქვი? კატა, ხო. ხო, აქ მე მომწონს კატა. აჰა, ალბათ ამაზე ამბობ. ხო, დიდი ალბათობით ეს ხო ძალიან საყვარლობა არის ყველა ეს ილუსტრაცია და ხო, როგორც ხედავთ, არ არის რაღაც ძალიან ჩახლართული სტილი, მარტივი არის, თუმცა ძალიან კარგ ფერებში არის და ძალიან კარგ განწყობაზე აყენებს ჩემს ადამიანს ყველა ეს ილუსტრაცია. ხო, ну, აი ზოგიერთი უფრო მარტივ სტილში არის, ანუ ასე ვთქვათ, ჩვენ სტილზე ასე ვთქვათ, არ ვფიქრობთ ბევრს, იმიტომ რომ ყველას თავისი სტილი აქვს და სხვა დონე აქვს ხატვის, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებელია შევქმნათ ამ ილუსტრატორში. ხო, აქ ასევე კიდევ სხვა გამოყენება მაქვს, რისთვის მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ აი ეს ჩვენი ილუსტრატორის ცოდნა. ეს შეიძლება იყოს პატარა, ოღონდ იმიტომ რომ მასშტაბური კომიქსების გაკეთება აქ ცოტა რთული იქნება სიმართლე რომ გითხრათ, თუმცა მარტივი პატარა კომიქსების გაკეთება სრულად შესაძლებელი იქნება. ასევე როგორც მაგალითად აი სტიკერების კოლექციის გაკეთება და თუნდაც დასაბეჭდი მასალის, ანუ ამ პლოპს გაკეთებას თქვენ თავისუფლად შეძლებთ, იმიტომ რომ თვითონ ილუსტრატორის ფორმატი, რომელსაც ვინახავთ, გამოსადეგი არის დასაბეჭდი მასალისთვის. ნებისმიერ რამ კარგად დაიბეჭდება. ხო, აქ არის ჩემი კრებული, ცხოვში საკმაოდ ძველი ნამუშევრები არის, აქ უბრალოდ ფურცელზე ვხატავდი ხოლმე ჩემს საყვარელ პერსონაჟებს, შეიძლება იცნოთ 1-2, შეიძლება 4-ვე, არ ვიცი. და ჯერჯერობით უბრალოდ ეს ვთქვათ, ვუყურებდი ხოლმე ნახატს და ვაკოპირებდი ამ ილუსტრაციებს და ფანქრით ვაფერადებდი სხვა შორის და ცოტა ბევრი დრო მჭირდებოდა ხოლმე ამ ილუსტრაციებზე. აი, ილუსტრატორში ნამდვილად უფრო მარტივი იქნება, მაგალითად ამ ყველაფრის გაფერადება. გულებს ხედავ, მადლობა თუ მოგეწონათ. ხო, აქ არის უბრალოდ ჩემი პორტფოლიო. განიგია ბოდიში? კი, რა თქმა უნდა, დავით. რამე კითხვა გაქვთ? ხელი აიწიეთ და ვინც აიწეთ ხელი, შეგიძლიათ. უკაცრავად, აი მე მაქვს ხელი აწეული და მაინტერესებს ეს ილუსტრატორში ნამუშევრები ასაკობრივად რომელი ასაკიდან შეიძლება მოსწავლემ იმას შექმნას, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია. მე მაგალითად მუშაობდი ცოტა ადრეულ პერიოდში ილუსტრატორში, კალმით ვხატავ ვექტორებში და ვექტორულად ვხატავ და რაღაც ჩემთვის შემიქმნია რა და მე ამობიბეჭდა კიდევაც და საჩუქრათაც გამიმზადებია, მაგრამ ეხლა მე თქვენს ნამუშევრებს რო ვაკვირდები, საკმაოდ რთულია და ასაკობრივად რომელ ასაკს შეეფერება ეხლა ეს? იცით რა არის ნახეთ, ჩვენთან ზოგჯერ გამონაკლისებიც არის ხოლმე, რომ ზოგი ბავშვი ძალიან მართლა კარგად ხატავს ხოლმე. ხო. გეტყვით. და ნამდვილად სხვა ჩემი ვექტორებში ცოტა არ იყოს რთულია, ხო მართალია, მაინც თავისი ის უნდა, ხო, დაჭერა რაღაც ისეთი რომ ხო. რა თქმა უნდა, თავისი ასე ვთქვათ, განსხვავებები აქვს ვექტორულ ნახატებს, ანუ იმიტომ რომ აი შეიძლება მაგალითად თუ პლანშეტზე დახატავთ პირდაპირ ასე ვთქვათ შეიქმნება ვექტორულზე, კიდევ რაღაც დეტალები უნდა გავითვალისწინოთ. ესე იგი თუ იცით უკვე ხვდებით რომ აი პენტული წერტილებს და ასე შემდეგ. ნუ წერტილებზე ხო, ბატონო. კი, რა თქმა უნდა. იცით რა ასაკს რა გვწერია ასაკობრივ შეზღუდვა? არა, მე თვითონ პედაგოგი ვარ და დამაინტერესა ამ შეხვედრამ, იმიტომ რომ მაინტერესებდა აბა რა ხდებოდა და ხო, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან მიყვარს ხატვა, თუმცა ამას ვერ გავყევი, იმიტომ რომ დროით არ ქონის გამო, ნუ დავრჩი სკოლაში პედაგოგად და ასე რომ ყოველთვის მაქვს სურვილი, როგორც კი დრო ჩამივარდება, აუცილებლად მულტიმედია მინდა ხო რაღაც აი მულტფილმების იმისკენ რომ წავიდეს ეს ჩემი რაღაც ხედვები და ამიტომ მაინც გავაკეთებ, მაინც ვისწავლი იმას რაც მინდა, ხო, მაგრამ მაინტერესებდა ხა ასაკით ხა ბავშვებსაც რო უყურებთ, ვინც არიან შემოსულები, პატარები ჩანან და
როგორ გაუძღვებიან ამ ცოდნას, როგორ მიიღებენ სიტყვაზე, რა დონიდან აწყებინებთ, ხო, რომ მეც მაინტერესებს საკუთარი მოსწავლეებისთვისაც კი სიტყვაზე რა. ხო. გასაგები არის, კი ბატონო, ახლა ზუსტად გეტყვით. ასე რომ ვთქვათ, ხო, აი მე მახსოვს რომ სადაც ასე კი ზუსტად გვიწერია რაღაც კონკრეტული ასე კი უბრალოდ ახლა ვუყურებ და ვერ ეს კონკრეტული ასე კი. ნუ მოკლედ დაახლოებით გონი 10 წლიდან როგორც ვთქვით, ესებიც არის ხოლმე, მაგრამ 10 წლიდან არის ხოლმე მაგაზე ნაკლები უკვე ცოტა რთული არის ხოლმე. იმიტომ რომ ნუ ბავშვს მას მარტივ არის ამ პროგრამის აღქმა, ამიტომაც რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაც ადეკვატური ასე კიდან დავიწყოთ ამის სწავლა. თუმცა ნახეთ, მე ვიწყებ ყველაფერს ძალიან ელემენტარული დეტალებიდან და უბრალოდ ამ ყველაფერს ვართულებ. ამიტომაც წესთვიეს პროცესი არ არის ხოლმე ძალიან რთული. ბოლოს უკვე ნახეთ, როცა უკვე ხელსწყოებს შევისწავლით და ვიცით როგორ მუშაობს ხელსწყოები, გადავდივართ უკვე ხატვის ნაწილზე, სადაც უბრალოდ ფურცელზე ვხატავთ. შემდეგ როცა ფურცელზე ვხატავთ, ამ პერსონაჟებს უკვე ვცდილობთ, ანუ იმ სტილით დავხატოთ, რომელიც შეგვიძლია ილუსტრატორში დავხატოთ, რომელიც ვისწავლეთ. ხო, აქ უბრალოდ კრებული არის, უბრალოდ ამას გადავალ და ბარემ გეტყვით ჩემს ილუსტრაციებზე წერან ახსენეთ, რომ აი ცოტა ისეთი რთული სტილი არის, რომ მადლობა ეს კომპლიმენტივით არის ჩემთვის. რა თქმა უნდა, აი ღია ლექციებზე ხო ვცდილობ ხოლმე რომ ის საინტერესო ვიზუალი შექმნა შეიძლება ნამდვილად დამწყებისთვის არ არის, თუმცა ღია ლექციაზე ასეთ კონტენტს ვაკეთებთ ხოლმე. თუმცა, რა თქმა უნდა, უკვე კურსის განმავლობაში უფრო მარტივით ვიწყებთ და ეტაპობრივად ვართულებთ. ასე რომ წესით და რეგით არავის პრობლემა არ უნდა შეექმნას ამ ასე ვთქვათ, გართულების დროს, უკვე როცა რაღაც დონეს გაუზრდით ჩვენი სირთულის, ხატვის სირთულის. ხო, იმედია გაგეცით პასუხი თუ ეს ხო. მადლობა. პირიქით, მადლობა თქვენ. ხო, ესე იგი, რაც ხება სტილს, როგორც ხედავთ, ნუ აქ უბრალოდ სხვა სფეროებში ვთქვათ, ეს ციფრული ხატვა, არა მარტო იდეაში პერსონაჟებისთვის, შეიძლება თუ შემდეგ მაგალითად გრაფიკული დიზაინერობა დაგაინტერესებთ, დარწმუნებულია რომ ეს თქვენს იქნება ძალიან დიდი პლუსი, როცა უკვე გეცოდინებათ ციფრულად ხატვა. ხო, აქ რამდენიმე მარტივი პერსონაჟი არის, ხო, ხა ეს მაგალითად უფრო მარტივი არის შედარებით ვიდრე თუნდაც ეს ილუსტრაციები, ხო, ან სხვა სტილი შეიძლება ასე ვთქვათ, შევარჩიოთ და ჩემს თვითონაც ბავშვებიც უკვე გრძნობენ ხოლმე რომ რაღაც უფრო შეიძლება მარტივით დაიწყონ. ხო, კიდევ ერთ-ერთი უპირატესობა ჩვენი კურსის არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს ვასწავლით უბრალოდ კომპიუტერით და მაუსთან, ეს არის მინიმალური მოთხოვნა. რა თქმა უნდა, მე ახლა მაქვს თან ესეთი პლანშეტი, ნახეთ, მეურვება აი, დაახლოებით ესეთი, შეიძლება გინახავთ კიდევაც, უბრალოდ ესეთი ბრტყელი მონიტორის გარეშე არის კალმიანი ესეთი ტაბი. ნუ ამას ვიყენებ ხოლმე ღია ლექციებისთვის, რომ უბრალოდ თქვენც დაინახოთ ხოლმე კარგად ყველაფერი, თუმცა ყველა დავალების შესრულება შესაძლებელია უბრალოდ მაუსით. ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ უბრალოდ ყველა შეიძლება არ ქონდეს პლანშეტი და უბრალოდ გვინდა რომ კურსი იყოს ყველასთვის, ასე ვთქვათ, მისაწვდომი. ამიტომ მინიმუმამდე დავიყვანეთ მოთხოვნები და მარტო ლეპტოპი დაგჭირდება, ფურცლები და ფანქარი, რაც უბრალოდ ყოველთვის გვაქვს ხოლმე ისედაც. ხო, რაც ხება თვითონ სწავლის ნაწილს, ყველაფერი გვაქვს დაყოფილი, გვექნება ჯერ ხელსწყობის ნაწილი, სადაც უბრალოდ ინტერფეისს გავეცნობით და შევისწავლით ხატვას. პროსტად ხელსაწყოებს და ხელსწყობით პროგრამაში ხატვას და აი წეღანაც ვახსენე, გვექნება მე უკვე მეორე ნაწილი, სადაც შევისწავლით საბაზისო, უფრო გამარტივებულ, ასე ვთქვათ, წესებს, ხატვის წესებს, რომ ოდნავ გავაუმჯობესოთ ჩვენი უკვე ხატვის დონე. ხო, მე საერთოდ გონია რომ იდეაში ყველას უკვე გვაქვს რაღაც დონემდე ეს ცოდნა, უბრალოდ შეგვიძლია დავხვეწოთ იქამდე, მაგრამ შევძლებთ და იმედი მაქვს რომ კურსის ბოლოს უკვე თქვენ შეძლებთ გაგრძელებას აი ამ სწავლის, იმიტომ რომ მარტო კურსი საკმარისი არ არის ხოლმე, აუცილებლად გვჭირდება ბევრი პრაქტიკა. ნუ ეს ალბათ რა თქმა უნდა ისაც ალბათ აშკარა არის. ხო, ცოტა პერსპექტივასაც შევეხებით. ხო, ფერების ასე ვთქვათ, კომპოზიციას, ფერების ფსიქოლოგიას და ასე შემდეგ. ამ ყველა თემებსაც რა თქმა უნდა გავვლით. კარგით, მოდით გადავიდეთ უკვე თვითონ ხატვის პროცესზე. ნახოთ, როგორია ჩვენი პროცესი. დღეს უკვე, ასე ვთქვათ, წინასწარ მაქვს დამზადებული თქვენთვის სკეჩი, იმიტომ რომ ყოველთვის ასე ვაკეთებ, იმიტომ რომ სკეჩი არის ჩემთვის ყველაზე რთული ნაწილი, სადაც უკვე
იდეას ვამუშავებთ და შემდეგ ამ იდეას ასე ვთქვათ უკვე ვაწყობთ ილუსტრატორში. ეს იდეა შეიძლება დაიხატოს მაგალითად უბრალოდ ფურცელზე. აი წინა ლექციის სკეჩს გაჩვენებთ, როგორ იყო ეს სკეჩი. აი ეს იყო უბრალოდ სკეჩი, რომელიც ფურცელზე გავაკეთე. შემდეგ დავამუშავე ეს პროგრამაში, ან Photoshop-ში გადავიტანე. Photoshop-ს ჩვენ არ გავდივართ, თუმცა ესე ძალიან მარტივი რაღაც არის, უბრალოდ ერთი ეფექტი გადავადე და დავხვეწე უკვე ეს დეტალები Photoshop-ში. ამის ეკეთება ფურცელზე შეიძლება, მე მაქვს სკეჩები, სადაც მთლიანად ფურცელზე ვაკეთებ ამ ყველაფერს, ამასაც გაჩვენებთ. რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ჩავსვი, გავასწორე ეს დეტალები ისე, რომ კომპოზიციაში კარგად ჩდებოდეს. და უკვე შემდეგ შევასრულეთ ეს ილუსტრაცია ფერებში. რაც კითხვა გაქვთ, კი, დასვით. შეიძლება ხელი დაგეჭერეთ ალბათ. ოკეი. მეგობრებო, თუ რამე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ იკითხოთ. მარიამმა მგონი ხელი აწია. ოკეი, ნახეთ, ხო, აქ უბრალოდ ასევე პროცესი არის, ეს სკეჩშიც იდეაში გავაკეთე ილუსტრატორში, ჯერ ფურცელზე მქონდა, ნახეთ, ძალიან ისეთი უხეში სკეჩი და უფრო დეტალური სკეჩი უკვე მეორეჯერ გავაკეთე. ნახეთ, ეს უკვე მეორეჯერ სკეჩს ვაკეთებ, ესაც ჯერ არის მონახაზი. სადაც ესე უხეშად უბრალოდ ვაკეთებ კონტურებს. რის შემდეგაც უკვე აი ამას ვაკეთებთ ხოლმე ილუსტრატორში, ანუ ნელ-ნელა ვაწყობთ უკვე სუფთა ნაწილს და ვაფერადებთ ამ ყველაფერს აი ესე ფინალურ ნამუშევრამდე. დაახლოებით ასე. ფაქტიურად ჩვენ სკეჩზე არის დამოკიდებული, რამდენად კარგი ნახატი გამოვა. მეგობრებო, ვინც ხელს წერთ ხოლმე, შეგიძლიათ დაასვათ კითხვა. მეგობრებო, თუ რაიმეს თქმა არ გინდათ, ხელის ნიშანს აღარ დააჭიროთ. კარგით, სკაპუნი შემოდის და ამიტომ გონია, რომ რაიმეს თქმა გინდათ. თუ რაიმეს თქმა გინდათ, შეგიძლიათ როგორც კი ერთს დააწყაპუნებთ, თან დაიწყოთ საუბარი. კი ბატონო. ოკეი, კარგით, მოდით შევქმნათ ახალი სამუშაო ფაილი. იდეაში მე უკვე ფერებით მოვამზადე პალიტრა. ამ პალიტრასაც გაჩვენებთ. ეს არის ჩვენი სამუშაო ფაილი. ოკეი. ოკეი, აქ უბრალოდ უკვე მაქვს მომზადებული ფერების პალიტრა, თუმცა რა თქმა უნდა, ამის გაკეთება რთული ნამდვილად არის, ამის სხვა პროცესაც კურსზე აუცილებლად გავავლით, როგორ ვქმნით ფერების პალიტრას. და მე უკვე მაქვს შექმნილი ფაილი, თუმცა ისე თქვენთვისაც რომ იცოდეთ, იმის რომ შევქმნით ახალი ფაილი, უნდა შევიდეთ ფაილში. აქ გვაქვს არჩეული რაღაც კონკრეტული ფორმატები, ან თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ფორმატი, მაგალითად აი A4-ის ფურცელი პირობითად. ვერტიკალური, ჰორიზონტალური და უბრალოდ დააჭერთ create. შეიქმნება ჩვენი ეს ფურცელი, რომელზეც უკვე შეგვიძლია ვიმუშაოთ და ასე ვთქვათ, შევქმნათ ილუსტრაციები. აქ უკვე მაქვს შექმნილი ილუსტრაცია და გაჩვენებთ პროცესი. ესე იგი, პროცესი არის ასეთი. სკეჩს ვაკეთებთ ხოლმე ჩვენ ფურცელზე და კურსის განმავლობაში უკვე ჩვენ მეორე ნაწილში გვექნება ხოლმე ჩვენი ნახატები თავიდან ბოლომდე თქვენ სკეჩს დახატავთ ხოლმე. იქნება ეს პერსონაჟი, რაღაცა კონკრეტული დავალება თუ ასე შემდეგ, ყველაფერს დავხატავთ ჯერ ფურცელზე. შემდეგ ამ ფურცელს შეგიძლიათ ან სურათი გადავღოთ, ან დაასკანეროთ და ერთ სიტყვით შევიტანთ ეს ყველაფერი უკვე ილუსტრატორში. ხო, აქ გვექნება ახალი ლეერი, ეს არის ლეერების პანელი, ნახეთ, მარჯვნივ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, სადაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ასე ვთქვათ, ჩვენს ფაილებს. მარცხნივ გვაქვს ხელსაწყოები და ხო, ესაა ჩვენი სამუშაო სივრცე. აქ გვაქვს გამოტანილი, ასე ვთქვათ, საჭირო ხელსაწყოები, ფორმები, რომლითაც შევქმნი ზოგიერთ დეტალს. და ხო, სულ ეს არის, რაც გვჭირდება სამუშაოდ, აი, უკვე მოწყობილი გვაქვს სამუშაო სივრცე. ფერების ლეერები მაგალითად მაქვს ბოქლომზე დასმული, რომ ასე ვთქვათ, შემთხვევით არ ან წამეშალოს, ან უბრალოდ არ დამეკლიკოს აი ამ ჩვენს ფერებზე. ესე იგი, შემდეგი რაც გვჭირდება, ეს არის სკეჩის შემოტანა. სკეჩი შეიძლება იყოს როგორც გითხარით, ან გადაღებული სურათი ნახატის. ჩემ შემთხვევაში მე Photoshop-ში გავაკეთე ეს სკეჩი. ხო, მე ციფრულად დავხატე. თუ მაგალითად თქვენ გექნებათ რაღაც ციფრული ამ პადი რამე მსგავს, შეგიძლიათ სკეჩი თქვენს მანდ გააკეთოთ ხოლმე, ამაზეც არ არის პრობლემა. ხო, უბრალოდ რამე, უბრალოდ ფურცელზე სკეჩი საკმარისი იქნება, ამას მაინც ხაზს გაუსმევ. ესე იგი, რომ შემოვიტანო სურათი, უნდა გადავიდე ახალ ლეერზე
file, place და შემდეგ შემოვიტანოთ sketch. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი sketch-ი. დავწმუნეთ რომ ლინკი არის გათიშული ყოველი შემთხვევისთვის ეს უნდა იყოს ხოლმე გათიშული. დავაკლიკებთ place და შევიტანთ აი აქ ერთი დაკლიკებით ამ ჩვენს სურათს. ცოტა დიდი გამოვიდა ნახატი. მოდი ამას ცოტა დავაპატარავთ. Okay, აი artboard-ის ზომაზე. ხო. შემიძლია გითხრათ line art-ი საკმაოდ დეტალური გამომივიდა უკვე ძალიან ბევრი ისეთი ხარვეზე ამას არ აქვს, sketch-ი უფრო უხეშიც მაქვს ხოლმე იდეაში, მაგრამ ხო, დღეისთვის ასეთი დეტალური sketch გვაქვს ჩვენ. ესე იგი, ამას უკვე დავაწერ layer-ზე sketch და იქნება ასე ვთქვათ ყველაზე ზევით აი ეს layer-ი. ზევით უნდა იყოს იმის რომ მის ქვეშ ასე ვთქვათ მოვაქციოთ უკვე ახალი კონტურები. მეგობრებო, ხო, პროცესში თუ რამე კითხვა იქნებათ, არ დაგავიწყოთ ყოველთვის დამისვით, იმიტომ რომ ახლა დავიწყებ ამის ხატვას და თქვენ გექნებათ საშუალება რომ კითხვები დამისვოთ. Sketch-ს დავუწევ გამჭვირვალეობას, ზევით გვაქვს ესეთი ასე ვთქვათ ფუნქცია opacity, ახლა არის 100%-ზე. კი, თუ რამე კითხვა გვაქვს დავისვით და ჩამოვწევთ სადაც ამას რომელ აპლიკაციაში ვხატავთ? ამას ვხატავთ ახლა პროგრამა Illustrator-ში, ჩვენს ძირითად პროგრამაში, რომელშიც იდეაში ვასწავლეთ ხატვას. Adobe Illustrator-ი ქვია ამ პროგრამას. ესე იგი, Illustrator-ის გახსნა სკოლის კომპიუტერში შეიძლება თუ ჩვეულებრივ კომპიუტერში უნდა გავხსნათ? იცი რა არის? სკოლის კომპიუტერში გონი არ იხსნება, ხო, უბრალოდ გონი ვერ ქაჩავს სამწუხაროდ, როგორც მახსოვს. ნახეთ, ესე იგი sketch გვაქვს ზევით layer-ზე და დაბლა შევქმნი ახალ layers line-ს. მეგობრებო, იცით როგორ გავაკეთოთ? რადგან კომპიუტერთან დაკავშირებით და ზოგადად პროგრამასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, რომ დაასრულებს გიორგი ხატვას, მე ვუპასუხოთ, კარგით, ახლა ჯობს რომ დეტალურად უყუროთ და უსმინოთ მის მსვლელობას. თუ უშუალოდ ნახატთან დაკავშირებით გექნებათ კითხვა, შეგიძლიათ დაუსვათ, მაგრამ თუ ვთქვათ კომპიუტერი გამოგადგებათ თუ არა, ან პროგრამა როგორ ჩაწეროთ და ასეთი შეკითხვები, დავსვათ ბოლოს, კარგით? რომ გიორგის აღარ გავაწყვეტინეთ ხატვის პროცესი. თუ შეიძლება, თუ სხვა რამეზე გაქვთ შეკითხვა, ეხლავე დასვით. ხო. ოკეი, ესე იგი, ხო, ანუ თუ გინდათ რა თქმა უნდა დაგეხმარებით ამ ციფრულ ნაწილში, უბრალოდ მაშინ შეგვიძლია ბოლოს განვიხილოთ ეს ტექნიკური დეტალები. ოკეი. თუმცა ხო, პროგრამა ის არის Illustrator-ი, როგორც თქვი, და უბრალოდ ხო ამ პროგრამას მაგ სკოლის იმაზე თორსები ვერ ვწერთ. ერთხელ ვცადეთ და არ გამოგვივიდა, ასე რომ გამოცდილებით გეუბნებით თქვენდეთ. ესე იგი, აქ გვაქვს იგი ახალი layer line art-ს დავარქმევ, line art-ი ანუ ეს კონტურები რაც გვექნება. და დავიწყებ, ნახეთ, ორი ხელს გვაქვს, ერთი არის pen tool-ი და მეორე არის curvature tool-ი. აი, დიდხანს თუ მივიტანთ, წეს თავის ტექსტის გამოჩნდება. მუშაობს ეს ორი ფაქტიურად ერთნაირად, უბრალოდ ერთი ქმნის უკვე ასეთ მოქნილ ზოლებს და მეორე ქმნის ცოტა უფრო ასეთ ასე ვთქვათ, სწორ ხაზებს და შეგვიძლია დავაკლიკოთ და აი ესეთი ოვალური ფორმებიც მივიღოთ. ხო, ამას ვთქვი ახლა წავშლი და დავიწყებ კონტურის შევსებას. როგორც ხედავთ, ნახეთ, აი, ახლა იფიქრეთ, რომ აი, იზოლავთ, რომ მომენტში ძალიან ბევრი დეტალი არის, ხო? მაგრამ რეალობაში, აი, საბოლოოდ, აი, ასე უფრო პრაქტიკული არის და უფრო მარტივიც არის ზოლების შევსება, ვიდრე მაგალითად უბრალოდ რომ შევავსოთ ფუნჯით. ანუ რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ფუნჯითაც დავხატოთ. მაგალითად, გვაქვს აქ ჩვეულებრივი ფუნჯი და თუ გააქვთ პირობითად ტაბი, შეგიძლიათ მაგალითად დახატოთ ტაბი. თუმცა ნახეთ, აი, პირობითად ვხატავთ თავს, ხო? აი, შეიძლება ბოლომდე ნახეთ, აი, გაგვიჭირდეს აი ამ თავის შევსება და ზოგიერთ მონაკვეთი არ იყოს მაგალითად სწორი ზოლი, ხო? ანუ ამის გაკეთება არ არის, ასე ვთქვათ, მარტივი. ამიტომაც რეალობაში ამ ხელსაწყოთი ამ პოლოფის გაკეთება არის უფრო მარტივი. პირდაპირ შეგიძლიათ დააკლიკოთ წერტილებზე და მარტივად შემოავსოთ აი ეს კონტური. ხო, კიდევ ერთი დეტალი, მეგობრებო, როცა ჩვენ ვხატავთ კონტურებით, ნახეთ, უნდა გავთიშოთ ჯერჯერობით აი ეს შიდა ფერი, ჩვენ გვაქვს აქ ორი ფერი. ერთი არის ასე ვთქვათ, ობიექტის ფერი და მეორე არის კონტურის ფერი. კონტურის ფერი უბრალოდ შავზე მაქვს, რომ შავი კონტურით დავხატოთ, ხო, როგორც მაგალითად ამას ფუნჯით გავაკეთებთ. და ფერს უბრალოდ ხანი გავთიშავთ, რომ მარტო კონტურები დარჩეს. აი ნახეთ, აი დაახლოებით აი ასე. ხო, და კიდევ ერთი უპირატესობა, როგორც თქვი, არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს აი ეს წერტილები დავარედაქტიროთ, შევცვალოთ ისე, როგორც ჭირდება ამ ჩვენს
ილუსტრაციას. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა აი ამ პროგრამის. და მოდით შევავსოთ ეს ჩვენი ილუსტრაცია. აი აქედან გავაკეთებ კიდევ ახალ ზოლს. ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის დავამატოთ ხოლმე იმდენი ზოლი, რამდენიც გვჭირდება, ანუ ახალ კონტურს გულისხმობ. თუ რაღაცა ისე არ დავუსვით, როგორც მაგალითად მოგწონს, ყოველთვის შეგვიძლია ეს კუთხე მაგალითად შევცვალოთ ხოლმე. Curvature tool-ის ერთ-ერთი კიდევ განსხვავება არის ის, რომ თუ მაგალითად არ დავაკლიკებთ წინა კონტურს Alt-ით, ეს კონტური ასე ვთქვათ არ შეიქმნება. იცით რა არის მგონი ჟობს რომ კლავიატურაც გაგიზიაროთ მეგობრებო რომ დაინახოთ ხოლმე რას ვაკლიკებ კლავიატურაზე. აი ასე უბრალოდ გაჩვენებ ჩვენს კლავიატურას. Okay. დაახლოებით აი ასე. Okay. აი ეს არის ჩვენი პინი. ეს ალბათ დაინახოთ, აი ესაა ჩემი კლავიატურა. და მოდით გავაგრძელოთ ამ კონტურის შევსება. Okay. დაახლოებით აი ასე. დაახლოებით აი ასე, ამ კონტურს როდიანს გავხდი. ის როდიანი მონოკვეთები გამყოლდა. Okay, world order დაკლიკება ამ წერტილს ვთქვათ შევცვლის კუთხეს, ამით შეგვიძლია ხოლმე შევცვალოთ ეს მონოკვეთი. და ნახეთ, აი ასეთი ფორმები რო არ გქონდეს ხო ჩვენს ილუსტრაციაზე, ჩვენ შეგვიძლია მთლიანად აი ჩვენი კონტურები მოვნიშნოთ. ნახეთ, ზევით კონტურის ფუნქციებში მაგალითად ესე მოვამბოლოთ აი ეს დეტალები. და მომბოლდება აი ჩვენი ილუსტრაცია. ხო, ამ დეტალს ეს შევავსებ. მოდი მაშინ აქედან გავაგრძელებ, იმიტომ რომ აშკარად კიდევ ერთი დიდი დეტალი რაც უნდა გავითვალისწინოთ, როცა ჩვენ ვხატავთ. ასე ვთქვათ, აი ამ სტილით, ახლა რომელსაც ვხატავ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ აი ეს კონტურები, ასე ვთქვათ, მივიყვანოთ შემდეგ კონტურამდე, ანუ ყოველთვის ერთმანეთს უნდა კვეთდეს აი ეს კონტურები. Pen tool-ი ასევე მოქნილი ხელს არის, უბრალოდ განსხვავდება იმით, რომ მაგალითად ჩვენ შევქმნათ აი ეს ოვალური ფორმები. და მაგალითად აი Alt-ით კიდევ უკვე შემდეგ ამ Alt-ით დაჭერით, უკვე შემდეგ ამ წერტილს ესე მოვამბოლებთ. ასე რომ ზოგჯერ გვჭირდება Pen tool-ის გამოყენება, ზოგჯერ კიდევ უბრალოდ შეიძლება Curvature tool-ით გააგრძელოთ, მაგალითად აი ამ მოქნილი წერტილით. ნახეთ? ხო, მოქნილი ფორმებით. აქ პირიქით მაგალითად ვაჭერ Alt-ს აი ამ კუთხეში, ნახეთ თუ არ დავაჭერ, ეს ოვალური ფორმით გაგრძელდება. ამიტომაც ვაჭერ ხოლმე უბრალოდ აი ამ კუთხეში ყოველთვის Alt-ით. აქაც Alt-ს დავაჭერ და ასე გაგრძელდება აი ეს ჩვენი ილუსტრაცია. ხო, თმის დახატვა საკმაოდ სახალისო არის ხოლმე, იმიტომ რომ იდეაში ესეთი ცენტრის ფორმების მიღება შეგვიძლია. და შეიძლება ესეთი მოქნილი ფორმა მივცეთ აი ამ ჩვენს თმას. დაახლოებით აი ასე. ცოტა აი მოხრილი იქნება და ნახეთ უკვე ეს წერტილი შეგვიძლია მაგალითად აი უბრალოდ მივიტანოთ ბოლომდე. ხო, დაახლოებით ეს. Okay, ნახეთ, კიდევ ერთი პლუსი ამ ყველაფერს არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ზოგჯერ უბრალოდ ფორმები გამოვიყენოთ, მაგალითად აქ ოვალური ფორმა გვაქვს და თვალს მაგალითად უბრალოდ აი ამ ფორმით ჩავხატავ. შემიძლია შემდეგ ტრანსფორმაციის ხელსაწყოთი, აი აქ free transform-ით, უბრალოდ აი ესე ოდნავ შევატრიალოთ ეს ფორმა და ცოტა შევცვალოთ, ასე ვთქვათ, მისი ეს ოვალი, იმის რომ ცოტა უფრო ბუნებრივს დავამყაროთ. რა თქმა უნდა, მეორე თვალი ცოტა უფრო ასე ვთქვათ, შეჭრილი იქნება, იმიტომ რომ კუთხიდან ვიყურებთ, ხო? და თვალი ცოტა უფრო დაპატარავდება ამ მონაკვეთში. და შეგვიძლია უკვე ეს გადაკვეთის ეს ზოლი უბრალოდ ესე დავამატოთ, ასე ვთქვათ, გადავწელოთ ბოლომდე.
და ნახეთ აი ვიწყებ ხატვას ოდნავ აი ამ წერტილის ცოტა გვერდიდან, რომ შემთხვევით ამ წერტილზე ახალი წერტილი არ დავსვათ, ხო? ანუ არსებულზე დამატებაც შეიძლება და შეიძლება მაგალითად უბრალოდ ახლიდან შევქმნათ აი ეს ილუსტრაცია. ნახეთ, აი დაახლოებით აი ასე. ოკეი. ხო, როგორც თქვი, კარგია ეს, როცა ეს მოქნილი ზოლი არის, შეგვიძლია დავარეგულიროთ, ასე ვთქვათ, ეს გამომეტყველება. ცოტა შევცვალოთ თუ მაგათ არ მოგწონს. თვალებსაც უბრალოდ ესეთი ოვალური ფორმით დავხატავ. შეგვიძლია დავაზუმოთ და გავასწოროთ დაახლოებით აი ასე. ალბათ ამას უკვე ფერს ჩავუსხავ, ეს შავ ფერს. პირდაპირ შავი ფერი იყოს თვალები. რა თქმა უნდა, ბლიკის დამატებაც შემდეგ შეგვიძლია უკვე მოგვიანებით. ამას ცოტა დავაპატარავებ, მეორე თვალი არის. და მგონი დაახლოებით ესეთი რა გამოდის შავი. ისეთ მოხდება ეს შავი ფერი. ოკეი. შემდეგ ფერს კვლავ თიშავ ზემოთ. და ისევ ვაგრძელებ დეტალების ესე დამატებას. ნახეთ, აი ეს პირველ ჩართული ასე მუშაობს. რაც უფრო მეტ წერტილს ვსვამთ ამ კუთხეებში, მით უფრო შეიძლება მოქნილი ფორმა იყოს. თუმცა, აი როცა ვხატავთ აი ამ შიდა ნაწილებში, ნახეთ, აქ უფრო ნაკლები წერტილია, აქ უფრო მეტი კუთხეებში და ცოტა უფრო ასე ვთქვათ, გრძელ მონაკვეთებში შეიძლება უფრო ნაკლები წერტილი დავსვათ. საერთოდ, რაც უფრო ნაკლებ წერტილს გამოვიყენებთ, მით უფრო კარგი არის ჩვენი ილუსტრაციისთვის, უფრო სუფთა კუთხეები შეიქმნება ნაკლები წერტილით. რა თქმა უნდა, რაღაც რაოდენობა დაგვჭირდება, თუმცა უნდა ვეცოდეთ ხოლმე, რომ ასე ვთქვათ, ესეთი სუფთა კონტურები შევქმნათ. დაახლოებით აი ასე. ცოტა ჩამოვწევ. ან შეგვიძლია ეს მაგალითად ცოტა ავწიოთ ეს თმა, რომ ცოტა სივრცეს დავტოვებთ ამ თემებს შორის, ხო? დაახლოებით ეს. ოკეი. აი ამასაც ოდნავ აქეთკენ გვერდზე გადავწევ, თითქოს უფრო მოუხდება. ოკეი. ესაც ხება ჩვენს სახეს. რაღაცა ესეთი. და შეგვიძლია უკვე გადავიდეთ დეტალებზე. დაახლოებით აი ასე. ხო, როგორც გითხარით, შეგვიძლია იდეაში ხშირ შემთხვევაში მე უფრო მართლა Keynote tools ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ აი pen tool-ი მაგალითად რა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოქნილი პროგრამა არის, აი ეს მარტივ სტილს ძალიან უხდება ეს Keynote tool-ი, იმიტომ რომ უფრო სუფთა ზოლები გამოგვდის. და ასევე შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ყოველთვის რეგულირება უკვე შექმნილი ზოლების და ეს ძალიან პრაქტიკული არის ამ თვალსაჩინოში. ასე რომ აი ბოლო დროს ძალიან ხშირად გადავედი ამ Keynote tool-ზე, მგონი pen tool-ზე უფრო ხშირადაც კი აი ამ თვალსაჩინოს ვიყენებ. თუ რა თქმა უნდა, რაღაც გამონაკლისი არის. ოკეი. დაახლოებით აი ასე. ბავშვო, თქვენ გიცდიათ თუ არა ვინმეს ილუსტრატორში ნახატის დახატვა გამიზიარეთ თუ გიცდიათ ან როდესაც ხო არ გინახავთ უბრალოდ როგორ ქმნიან ილუსტრატორში ნახატს. ну, თუ ილუსტრატორში არის, შეიძლება რამე სხვა პროგრამაში ხო არ გიცდიათ დახატვა. მე მიცდია Ibis Paint-ში ვაკეთებდი და Photoshop-ში. Ibis Paint, ხო? უბრალოდ უფრო ხელმისაწვდომი იყო, უფრო მეტი ტექსტურული ფუნჯი იყო და უფრო ადვილი იყო ტექსტურებით მუშაობა. კი, სხვა შორის, აი, რასტრული რედაქტორები ტექსტურებისთვის ნამდვილად უფრო კარგი არის, მაგაში გეთანხმები. კიდევ მეგობრებო, ვინმეს ხო არ გიცდიათ კიდევ სხვა რედაქტორებში მუშაობა. რედაქტორები ეს არის აი ეს პროგრამები, რომელშიც ჩვენ ვხატავთ. მე იმაში მაქვს iArt იმ ბუქში მაქვს ოდი ხოლმე ელექტროკალამით. საინტერესო, ანუ პლანშეტივით იყო თუ სხვა რამეს გულისხმობ კიდევ? ხო, რა პლანშეტისავით ვიყენებდი. ოკეი. ხო. იდეაში პლანშეტი ძალიან კომფორტული რამე არის, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მე დამიხატავს სრული ილუსტრაცია უბრალოდ მაგალითად მაუსთან. მაუსით უბრალოდ უფრო ნელა ვაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, თუმცა აი თვითონ პრაქტიკულობის მხრივ გაცილებით უფრო კომფორტული არის, როდესაც ჩვენ გვაქვს რაიმე სახის ასე ვთქვათ პლანშეტი,
და ამ პლანშეტს ვიყენებ. თუმცა ხელსაწყოების შესასწავლად სრულიად საკმარისი არის უბრალოდ მაგალითად მაუსიც, იმიტომ რომ პროგრამა მაინც იგივენაირად მუშაობს. ასე რომ ეგ არ არის პრობლემა. კიდევ მეგობრებო, ანუ ეს ორი პროგრამა რაც დამისახეთ, სხვა შორის მე მათზე ბევრი არ გამიგია. შეიძლება ისეთ ცნობილი არის, რომ როგორც მაგალითად ილუსტრატორი ან ფოტოშოპი შეიძლება. ფოტოშოპში ხარ გიცდით თუნდაც? მე მიცდია და ილუსტრატორში ვცდილობდი, მაგრამ იმდენად ცუდად ვიყავი. 1 საათი ვცდილობდი რაღაცის გაგებას და ბოლოს ვერ გაძლო კომპიუტერმა ჩემო. აუ, კი, სხვა შორის აი ეგაც ძალიან ისეთი პრობლემა არის ხომ, ზოგჯერ როცა არ გვაქვს, ასე ვთქვათ, ნორმალური კომპიუტერი. კომპიუტერი მართლა ძალიან, ასე ვთქვათ, ვიმარტივებს საქმეს, თუ კარგი კომპიუტერი არის, ანუ გაციფრო სასიამოვნო არის, ასე ვთქვათ, ილუსტრაციების შექმნა, რა თქმა უნდა. და ასევე კომპიუტერიც მაუსით რთული არის ხაზების გავლა. ამიტომ ანუ ზუსტად ამიტომ არის უფრო ადვილი, ანუ პლანშეტზე უფრო ადვილი არის ზუსტად ამიტომ. კი, ნამდვილად გეთანხმები მაგაში, იმიტომ რომ პლანშეტი უფრო კარგი არის. ნუ ამ შემთხვევაში იდეაში მარტივ არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის დავარედაქტიროთ კიდევ ეს დეტალები. ნებისმიერ დროს წერტილები, რა თქმა უნდა, ცოტა ბრძოლი არ გამოდის, საბოლოოდ ბევრ ბრძოლს ვამატებ ძალიან, თუმცა, ნუ, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით ხირს, იმიტომ რომ რედაქტირებადი არის და ყოველთვის შეგვიძლია რაღაც დეტალები შევცვალოთ. დაახლოებით ასე, ოკეი. ოკეი, ძალიან კარგი, მიხარია თუ თქვენც დაგიტესტავთ უკვე რაღაც პროგრამებში ხატვა. რაც ხადავთ ხოლმე მეგობრებო, ანუ sketch-ს სადაკეთებთ ხოლმე მაგ პროგრამაშივე თუ ცალკე მაგალითად ფურცელზე ხატავთ ხოლმე თქვენც მომიყევით? პირდაპირ sketch-ს მე ძირითადად ვაკეთებდი პირდაპირების Paint-ში. ან ყოფილა შემთხვევები, როდესაც დამიხატია ფურცელზე და გადამიტანია Photoshop-ში ჯერ. ოკეი, კი, აი მეც მასე ვაკეთებ კომედიაში ხშირ შემთხვევაში. კი ბატონო, ვიღაცას რამე კითხვა ხო არ გაქვთ მეგობრებო? რაც ხმა გავიგეთ. მე ბუნებას ვხატავდი. ბუნებას. ბუნებას ხო სწორად გავიგე? დიახ. ძალიან კარგი. ჩვენ სხვა შორის ბექგრაუნდებზეც საკმაოდ ისეთი საინტერესო ლექცია გვექნება, სადაც პერსპექტივაზე ვილაპარაკებთ და ბექგრაუნდებისთვის, ანუ ფონისთვის, ასე ვთქვათ, ხედისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება. ხოლო კიდევ რაც კითხვა ისმის, იკითხეთ, არ მოგერიდოთ. ოკეი, ძალიან კარგი, ესე იგი ყველა სხვა ინტერესები გვაქვს. მეგობრებო, პერსონაჟების დახატვა ხო არ გიცდიათ თქვენით? მე ვხატავდი ჩემი წიგნის პერსონაჟებს, დიდი ხანია ხატ ვხატავ. ვაუ, ძალიან მაგარი. და რა თემაზე არის ხოლმე? საიდუმლო არ არის? საიდუმლო რა თქმა უნდა არ არის. ჯერ ჩემი პირველი წიგნი იყო ფენტეზიზე და იმდენად ცუდად გავხდი ჩაწერის შემდეგ, რომ ფენტეზი გამოგონება რაღაც ესეთი სხვა სამყაროში ხდებოდნენ პერსონაჟები და იმდენად რთულად იხატებოდნენ, რომ ბოლოს ვერ გავწელი. აუ, ძალიან რთული თემატიკა იყო ესე იგი, ძალიან რთულ შეეჭიდე. ხო, ნუ მე ცოტა ესე დავაპატარავ ჩვეულებრივი ცხოვრებით, slice of life-ის სტილის წიგნით და slice of life-ი გამომივიდა სამაგიეროდ. ეხლა წერ. ძალიან საინტერესო არის. სხვა შორის slice of life ალბათ უფრო თემატიკაც უფრო მარტივი ექნება და შეიძლება ვიზუალებიც უფრო მარტივად აიწყოს, ძალიან კარგი. ხო, სხვა შორის თემატიკას მართლა აქვს მნიშვნელობა, რას ვხატავთ მეგობრებო, იმიტომ რომ თუ რამე უფრო მარტივი არის, რა თქმა უნდა გაგვიმარტივდება. ამ თემატიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ზოგჯერ აი თვითონ თემატიკა გვჭირდება ხოლმე ჯერ შევისწავლოთ, ასე ვთქვათ, ეს ასოღერტული თემა, იმიტომ რომ თუ არ შევისწავლით, შემდეგ უკვე ანუ არ გვეყოფა, ასე ვთქვათ, დეტალები, რომ შევავსოთ ეს ჩვენი სამყარო, ხო? ანუ უნდა გავაკეთოთ ხოლმე research-ი ამ კონკრეტულ თემატიკაზე, სამყაროზე, უნდა ახლოს ვიყოთ ამ თემასთან რაღაც დონემდე. ნუ რეფერენსები გქონდეს.
კი, მინიმუმ რეფერენსები ქონდეს. რეფერენსები მეგობრებო თუ არის რა არის, ეს არის უბრალოდ დამხმარე სურათები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე რაღაცა კონკრეტული დეტალისთვის. ნახეთ, აი, ახლა ამ პატარა დეტალებს, აი მაგალითად ეს ფრთების დეტალებს უკვე უბრალოდ ფუნჯით გავავლებ უბრალოდ ტექსტურისთვის. ამას უკვე რაღაც გამონაკლისივით, უბრალოდ აღარ გავაკეთოთ ყველა ზოლი, მაგალითად, პენტულით შეგვიძლია უბრალოდ აი ოდნავ ასეთი შტრიხები გავაკეთოთ აი ამ ჩვენ ჩიტზე. ნახეთ, აი ეს დეტალი მაგალითად უკვე ეს ყოლსება მე რაც გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ კვლავ წრეებით გავაკეთოთ, დაახლოებით აი ასე. და გადავაკოპიროთ. ნახეთ, ძალიან ესე მარტივად შეგვიძლია ზომაში შევცვალოთ ზოგიერთი ცოტა დავაპატარავოთ. ასე მსგავსი შეიძლება გავაკეთოთ. მათი ტრანსფორმაცია კვლავ აი ამ free transform tool-ით ხდება და უბრალოდ გარშემო როცა ჩდება ეს ბოქსივით, უბრალოდ ვატრიალებთ შესაფერის კუთხეზე. ხო, იმედია აკვირდებით მეგობრებო, რომ აი თითოეული ეს კონტური, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, თითოეულ ამ კონტურს ჩვენ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ვამთხვევთ ისე, რომ კვეთდეს აუცილებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის და ბოლოს გაჩვენებთ, რატომ არის ეს ასეთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი. დაკოპირება უბრალოდ Alt-ის დაჭერით შეგვიძლია, დაახლოებით ასე. და მოდით აი ესეც აქეთ ჩავაკოპიროთ. ხო. აი ნახეთ, აი ესეთი მონაკვეთები მაგალითად, სადაც ერთი ფორმა კვეთს მეორე ფორმას, ხო, რაც აი ესეთი. ჩვენ შეგვიძლია ეს დეტალები ამოვჭრათ. ნახეთ. მაგალითად კიდევ დავამატებ კიდევ ერთ დეტალს, დაახლოებით აი ასე. მოვნიშნავ ყველა ამ დეტალს, მოვნიშნა ხდება აი ამ ჩვენ პირველი ხელსაწყოთი selection tool-ით. და გვაქვს ასეთი ჩვენი shape builder tool. ძალიან კარგი ხელსაწყო, რომელიც გვეხმარება, რომ ეს ზედმეტი კონტურები, ნახეთ, წითელი ზოლით გამოჩნდება, წავშალოთ. ესეც აღარ გამოჩნდება, შემთხვევით სხვა ზოლს დაგვაჭირა, ეგ არაფერი. აქაც იგივე, დამიზნება რთულია ხოლმე, ამიტომაც შეგვიძლია დავაზუმოთ ჯერ მაგალითად და შემდეგ დავაკლიკოთ კიდევ ერთხელ, რომ ასე ვთქვათ, კონტური უფრო სუფთა გამოვიდეს. დაახლოებით აი ესე. შეგვიძლია გვერდზე გავწიოთ, რომ ეს შავი არ გამოჩნდეს. მას და ადამიანის სახის დახატვა შეიძლება მოვუწოთ, რომ ვამსგავსოთ ადამიანის პორტრეტს. ბოდიში კითხვა კიდევ გამეორე, ანუ პორტრეტზე იყო თუ ვერ გავიგე? ანუ შეიძლება რომ ადამიანს უბრალოდ დავამსგავსოთ ამ როგორ დავხატოთ? არა, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ, თუმცა თუ გვაქვს სურვილი, შეგვიძლია მაგალითად უბრალოდ რაღაც ჩვენი მოფიქრებული პერსონაჟი გავაკეთოთ სრულიად გამოგონილი. არ ვიცი გინახავთ თუ არა, მაგალითად ტოტორო, ხო, აი პერსონაჟი არის ანიმაციური, არის სრულიად ამალით მოფიქრებული. ანუ კომბინირება, როგორც მახსოვს, ვონი კურდღლის და კიდევ რაღაცა არსებს, ხო? ანუ შეიძლება რომ მაგალითად სრულიად გამოგონილი იყოს პერსონაჟი. ოკეი, აქიც არის მგონი კვლავ ესე ფორმას გავაკეთებ, ცოტათი დავარედაქტირებ, რომ თლად ოვალური არ იყოს, დაახლოებით აი ასე. ანუ ვხედავთ, აი კომბინირებულად ვიყენებთ ამ ხელსაწყოებს. დაახლოებით ამას ავიღებ ისევ და ამ ზოლს უბრალოდ ფუნჯით ასე ჩავხატავ, რომ თლად ზუსტი ზოლები არ იყოს. კი ბატონო, რაც კითხვა გაქვთ, თუ გეტასვით. ჩრდილებს უკეთებთ ხოლმე ნახატებს? კი, რა თქმა უნდა, ჩრდილებს უკეთებთ ხოლმე ნახატებს აუცილებლად. უბრალოდ ჯერჯერობით ვაკეთებ ხოლმე ასე ვთქვათ კონტურებს, აი ამ დეტალსაც უბრალოდ დავხატავ და უკვე ბოლო ეტაპში უკვე ვამატებ ხოლმე ჩრდილებს. ნახოთ ეს. ხო, ჩრდილების სხვა შეიძლება საკმაოდ საინტერესო თემა არის. შეიძლება იყოს ცოტა რთულიც კი არის, მაგრამ ნამდვილად გამოსადეგი, იმიტომ რომ ჩრდილებით და თითოეული ამ ფერით უკვე იქნება ჩვენი ილუსტრაცია. რომ საინტერესო ხდება და შეიძლება თავისი ასე ვთქვათ გარკვეული ხასიათი მისცეს უკვე ჩვენს ილუსტრაციას. ოკეი. დაახლოებით ასე. ხო, ზოგიერთ მონაკვეთში ვიყავ Alt-ს დავაჭერ, დაახლოებით ასე ამ გადაკვეთაზე. დაახლოებით აი ასე. ოკეი.
ცოტა ისეთი მოგული დავაპატარავთ და ხოლმე ყავს. ოკეი. შეგვიძლია უკვე ეს დეტალებს დავამატოთ. უბრალოდ ეს მარტივი სტილის დიზაინი გვაქვს ამ შემთხვევაში. ხო, წერტილები ყველა აუცილებლად მიიღავს, ასე ვთქვათ, გადაკვეთამდე აუცილებლად. აქაც იგივე. დაახლოებით აი ასე. ოკეი. და ყველა წერტილი მიდის გადაკვეთამდე. სადაც აი მოხრილი მონოკვეთიერს უფრო მეც ვამატებთ, რომ სანესთი დაკლაკნილი ფორმა არ გამოგვივიდეს. დაახლოებით ასე. დაახლოებით ასე. და შეგვიძლია უკვე კიდევ უფრო ეს გადავაკოპირებ. ოკეი, ცოტა უფრო მარტივ სტილში გავაკეთოთ, არ არის აუცილებელი, რომ თვად ანატომიურად ყოველთვის სტუდენტური იყოს, რაც სტილი მივცეთ. დაახლოებით ესე. ოკეი. ოკეი. Так, ჩავთვალოთ, რომ ეს ცოტათი, ასე ვთქვათ, ერთმანეთს ფარავს ეს თითები, ცოტათი გვერდზე გადავწიოთ, ხო, დაახლოებით ასე. ცოტათი დავაპატარავთ, იმიტომ რომ ის რიგით პატარა არის. ოკეი, ნუ ეგ ზოგი რაღაც გამოჩნდეს რაღაც ასე იყოს. ოკეი, ძალიან დეტალებში ჩავაგო არ გვჭირდება. აქ შეგვიძლია უბრალოდ დავამატოთ ეს ჩვენი დასკვნის რაღაც დეტალი. Ten personage უკვე მზად არის, მეგობრებო, ესა ჩვენი კონტური, აი ყურის დეტალი გამოგვჭა, შეგვიძლია ეს პროცესი დავამატოთ. სულ ცოტა აღონთ კონტურს მოვუკლebdi, დაახლოებით sketch-ს გავშოვოთ, ეს კონტური რო კონდეს. და აი ეს არის უკვე ჩვენი, ასე ვთქვათ, სუფთა კონტური ჩვენი პერსონაჟის. აქ უბრალოდ სტილი ხათრით, ხო? სტილისტვის უბრალოდ ერთს მოვაშორებთ, because ერთი ფარავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კონტური ჩანს მე. ჩავთვალოთ, რომ კიდევ ერთი არის, რომელიც ფარება, ხო? არა, შედახოთ და ასე იყოს. ხო, შეგვიძლია აი შუნის ღარბით დავხატოთ, პატარა პერსონაჟი გვაქვს. ოკეი. დაახლოებით ასე. ამ ნახატების შექმნა sketch-ის გარეშე არ შეიძლება? ნახე, რა თქმა უნდა შეიძლება. თუ მაგალითად უკვე გააქვს რაღაცა იდეა, შეიძლება პირდაპირ მაგალითად პროგრამაში შეხვიდე და გააკეთო ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, ილუსტრაცია. თუმცა მე პირადად sketch-ით უფრო მიყვარს ხოლმე ხატვა, იმიტომ რომ sketch-ი უფრო თავისუფლად ხატავ ხოლმე. ფურცელზე იქნება ეს თუ პროგრამაში. და შემდეგ უკვე აქ უკვე დეტალურ, ასე ვთქვათ, ნახატს ვქნი ხოლმე. თუმცა ეს ყველაფერი განსხვავდება უკვე აი გაჩნია ვის როგორ უყვარს, ასე ვთქვათ, ხატვა, ვის როგორ სტილი აქვს. ასე რომ ხო. ჩემი აზრით მის გარეშე შეიძლება, რა თქმა უნდა. ხო, როგორც ვთქვათ, სტილი ახლა ამ ყველაფერს არის ძალიან ისეთი მარტივი, ვერ ვიტყვი ეს რაღაც ძალიან რეალისტური სტილი არა მსგავსი, უბრალოდ საკმარისი არის იმის რომ მივხვდეთ რა ხდება. არ არის აუცილებელი ძალიან რაღაც ანატომიურად სწორი ფორმები იყოს, ხოლმე უბრალოდ თავი არის რომ სწორად გადავცეთ იდეა, ან ჩემი ერთ
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ილუსტრაციებში არის თქო ეს იდეა, რომელიც ხასიათს ქმნის და ყვება ასე ვთქვათ რაღაც ისტორიას, ხო? ну, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რაღაც ძალიან დიდი ხმა ისტორია და სამაში უბრალოდ მინდოდა ესეთი საყვარელი ფონის შექმნა ამ ჩვენი თავი პერსონაჟის გარშემო. ვიცი, მგონი აქაც შეგვიძლია უბრალოდ ესეთი თვალებით გავაკეთოთ, ცოტა გადავატრიალოთ, ეს უკვე იცე. და ხო, ამასაც უბრალოდ ეს შევაერთებთ. ასე. უკაცრავად ამ აპლიკაციას რა ერქვა? ეს არის Adobe Illustrator. კი ბატონო, ეს არის Adobe Illustrator. შეგიძლიათ ნახოთ, მოიწიოთ. Adobe. ეს არის ასე ვთქვათ Adobe-ს პროგრამა, როგორც ემალით Photoshop-ი არის, Illustrator-იც ასევე ერთ-ერთი არის ამ ჩვენი პროგრამების ოჯახიდან, ასე რომ ვთქვათ. Okay. ეს არის თამო და თვალს უბრალოდ ეს რაღაცნაირად ჩავხატავ, პატარა შავი წრესავით იყოს. Okay. Okay, დაახლოებით ეს. ეტალს დავხატოთ. აქ შეგვიძლია ეს ეშვები უბრალოდ ეს ფუნჯით გავაკეთებ ამას, იმიტომ რომ ამას ბევრი დეტალი არ ჭირდება. ახლობით აი ესეც საკმარისი იქნება. Okay. Okay. ახლა აი თავად დეტალები უკვე გაკეთებული არის. ისმეთ მეგობრებო, გიხოთ ასვით. და უკვე ნელა უბრალოდ ფონზე გადავალ. ეს იყო უკვე მთავარი პერსონაჟი თავის დეტალებით. ფონიც უფრო მარტივად იხატება, იმიტომ რომ შეგვიძლია ჯერ პირდაპირ ასე ვთქვათ, ეს ჩვენი დეტალები შევავსოთ. ამას უფრო მარტივად ვაკეთებ, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული ასე ვთქვათ, წესები ამას არ აქვს, შეგვიძლია უფრო უხეშად დავხატოთ. თუ რამ გითხოვთ, მეგობრებო, შეგიძლიათ დაასვათ, იმიტომ რომ ჯელს რო წევთ ხოლმე, ესე იგი, ალბათ რამე კითხვა გაქვთ. ან შეიძლება დაგეკლიკათ. ისე თქვენი მუშაობის საყვარელი ნაწილი კოლორინგი არის, სკეჩი თუ თვითონ ლაინი? იცი რა, ძალიან კარგი კითხვა არის მართლა. ჩემი აზრით ორი მაქვს. ერთი ალბათ არ არის. პირველი არის სკეჩი, ძალიან მოყვარს სკეჩის კეთება. იმიტომ რომ თვითონ იდეას განვიხილავ ხოლმე. და მეორე არის ალბათ უკვე ხოჩის კოლორინგი ხო არის ძალიან საინტერესო, მაგრამ კოლორინგზე მეტად მიყვარს ხოლმე ამ დეტალების და ტექსტურის დამატება. ფერებიც მიყვარს, მაგრამ უფრო მეტად ალბათ უკვე ტექსტურების პატარა დეტალების ჩამატება მიყვარს ხოლმე ამ ილუსტრაციებში, იმიტომ რომ ჩემს ერთ უფრო საინტერესოს ხდის ნახაც. ხო, ასე რომ ორი მაქვს ალბათ. სკეჩი და უკვე ბოლო დეტალები. თქვენც გამიზიარეთ რა არის თქვენი ასე ვთქვათ პროცესი და თქვენ რა გიყვართ ხოლმე პირველ რიგში სკეჩის გაკეთება თუ მაგალითად გაფერადება. ნახეთ ასე მეგობრებო, აი ბოლომდე მიდის ყველა ეს ზოლი გარშემო, ამასაც მე რა გიხსნით რატომ. და ხო, ვიღაცა მან კითხვაზე პასუხობდა. მე პირადად ძალიან მიყვარს სკეჩი და ესეთი ჩელენჯი მოვიწყე, ორი ფერის ფანქარი მაქვს, ერთი არის წითელი, მეორე ლურჯი და ამ ორი ფანქრით ვქნი მხოლოდ. ესეთი ესეთი ძალიან დიდი დასტა მაქვს ამ ნახატების ამ ორი ფერით. ნუ განსხვავებულია სრულიად. ძალიან მაგარია. ძალიან საინტერესო და მაგარია ეს მართლა. ჩელენჯის ხოშვის კარგი აზრი არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ ჩელენჯით შეიძლება რაც უფრო რაღაცაში შეიძლება შეზღუდულები ვართ, მით უფრო მეტი იდეა მოგდის ხოლმე ზოგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ნახეთ, აი აქ ესეთი შემთხვევა არის, აცი, რადგან ეს ბექგრაუნდის ზოლი შევქმნი, ხო, აი ეს მოდი ტაბლეტზე შევქმნი. ეს ბუჩქის მონაკვეთები რაც არის, ეს სცენარები რაც არის ფონზე. აი უკვე ბევრ წერტილს ვამ, იმიტომ რომ თქოს მოუხდება, რომ ცოტა ესეთი ბუნებრივი ფორმა მივცეთ, ასე ვთქვათ. ამ ჩვენს ფორმას აქ უბრალოდ გადავყვეთ, აი ამ მონაკვეთში ამ დეტალს. და ნახეთ, ხო, აქეთ ცოტათი ეს დაკვაკნი მიიყოს, ეს გონი ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, ოდნავ გავასწოროთ. და ნახეთ, აი ეს კვეთა ხეები, ჩვენ შეგვიძლია აწი უბრალოდ მოვჭრათ. ეს არის ერთ-ერთი მეგობრებო სტილი, რომელსაც ახლა მივხატავ, რადგან ბოლოში უბრალოდ ფერებს ჩავასხავ, ამიტომაც აი ამ სტილში მე მეკომფორტულება ასე ხატვა. ამიტომაც ნახეთ, აი ეს დეტალები უბრალოდ უნდა წავშალოთ, ცოტა დავაზუმებ, იმიტომ რომ არ იშლება სხვანაირად და დავაკლიკოთ. აი ამ
4 მონოკვეთში, ნახეთ, დაახლოებით ესე. აი აქ უკვე ნახეთ მეორე ხელმონიშნული არ იყო და ამიტომაც არ გამოგვივიდა ეს ყველაფერი. არა უშავს კიდევ ერთხელ. ანუ ამ shape-builder-ზე ყველაფერი უნდა იყოს მონიშნული, რაზეც მუშაობთ და შემდეგ ყველაფერი გამოგვივა. ხო, ნახეთ, აი აქაც იგივე არის. ეს ერთი მონოკვეთი, ეს მეორე მონოკვეთი და ფეხზეც აი ასევე ამოვჭრათ ეს დეტალები. ოკეი? გონი ეს არის ხო? ეს არის ჩვენი კონტურები. ხო, მოდი, აი ვარსკვლავზეც გაჩვენებთ, რომ რეალობაში შეგვიძლია ცოტა უფრო მარტივად დავხატოთ. მაგალითად, ჯერ ერთ წელს გავაკეთებთ, უბრალოდ ერთ სრულყოფილ ფორმას ესე, ასე ვთქვათ, შევკრავთ. დაახლოებით ასე. და ჩვენ აწი შეგვიძლია ხო, ცოტათი კონტურს მოვუმატებ, ალბათ დაახლოებით ასე. ერთ წუთი დავამყვალოთ ეს დეტალი, აი ასე იყოს ეს ფორმა. ხო, რაცების და რედაქტირება შეიძლება უკვე წერილის დასმის შემდეგაც დაახლოებით ასე. ოკეი. ოკეი. ახლა აი ასე, ცოტა მოორგოლე კუთხეები. კუთხეების მოორგოლება შეგიძლიათ ნახეთ, აი ასეთი რგოლები გვაქვს, რომელიც კუთხეს ამყვალებს, ცოტა უფრო ესეთი ოვალური რომ იყოს. და შეგვიძლია უბრალოდ Alt-ის დაჭერით, აი ასე დავაკოპიროთ აი ჩვენი ვარსკვლავი. შეგვიძლია ოფციებით დავაკეთოთ ტრანსფორმაცია, შევატრიალოთ ეს ჩვენი ვიზუალი რეფლექტის ფუნქციით და ვერტიკალურად ასე დავაჭერთ OK-ს. ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ და ესე მოვარგოთ სხვა ფორმას. აქაც იგივეს გავაკეთებთ მეგობრებო, უბრალოდ გადავაკოპიროთ და შევცვალოთ მისი კუთხე. ტრანსფორმაციით შეიძლება ოდნავ ეს პერსპექტივაც ოდნავ რაღაცნაირად შევცვალოთ. ძალიანაც არა რომ თლად გაფუჭდეს ჩვენი ვიზუალი. დაახლოებით ასე ჩემით საკმარისი იქნება. და მოდი კიდევ ერთ წელს ოღონდ ცოტა უკვე შეტრიალებულ ფორმას დაახლოებით აი ასე გავაკეთებ. დაახლოებით ასე sketch-ს არ დაემთხვა, მაგრამ არც გვინდა, პრინციპში ასე უფრო კარგად გამოჩნდება. ოკეი. შემდეგი არის უკვე ეს შვები, ამას უკვე ბრაში დავხატავ პირდაპირ უბრალოდ ფუნჯით. ჩემს დაგზავნეს სიუსტე არ გვჭირდება, უბრალოდ რაღაცა ესეთი შვებივით არის, უფრო საინტერესო რომ გავხატოთ ჩვენი ილუსტრაცია. მაინც ეს რაღაც დღე არის, ხო? შეგვიძლია ესეთი ეკლებივით დავამატოთ. და ახლობით აი ასე. ოკეი. აქაც შეგვიძლია რაღაც მსგავს, ცოტა გადავწდით, არა უშავს, სოლს და აქაც შეიძლება ესეთი ეკალებით გამოვიდეს. ხო, რაღაც ესეთი დეტალები უკვე ჩემს მოუხდება, უფრო საინტერესო არის. ხო, სხვათა შორის აი ესეთი დეტალები ყოველთვის ალბათ ჯობს ხოლმე რაღაცნაირად მიმართული იყოს ჩვენი ილუსტრაციისკენ. აი ამ დეტალს მაგალითად შევცვლიდი ახლა, იმიტომ რომ თქო შეიძლება უბრალოდ პირიქით აი აქეთკენ წამოვიდეს, რომ ჩვენი პერსონაჟისკენ იყოს მაგალითად მიმართული. გონი ესეც კარგი დეტალი იქნება, ძალიან დიდი გამოვიდა, ცოტა დავაპატარავთ. დაახლოებით ეს. ოკეი. ხო. ესე იგი, ესაც ხო ჩვენს line art-ს, ნახეთ. ეს არის ჩვენი line art-ი. აი ამ დეტალებსაც აი აქ გვაქვს. ანუ იდეაში მოდი ამასაც დავამატებ უბრალოდ ხის აი ამ პატარა ტექსტურებივით. დაახლოებით აი ასე, იდეაში ამას დავხატოთ ძალიან ისეთი რთულიც არ არის, უბრალოდ ფორმა რომ მივცეთ, ასე ვთქვათ, ესეთი ტექსტურა, რაღაც უფრო ნამდვილ ბუნებრივ ხესფრო დაემგვანოს. ოკეი. აქაც იგივე. ანუ მესერთ გონია რომ აი ნამეტანი, ასე ვთქვათ, სწორი ზოლები ნაკლებად ბუნებრივია ხოლმე, ამიტომაც ზოგჯერ რაღაცა უბრალოდ ბუნებრივი დეტალების დამატება უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს ვიზუალს, თუნდაც იყოს უბრალოდ რამდენიმე წერტილიც კი, ხო? ხო, გონი, შეჭებით ოკეი არის და ხო, აი ჩვენი ყვავილები. იდეაში ყვავილზეც შეგვიძლია ბევრი დრო არ დავხარჯოთ, უბრალოდ ნახეთ, შევქმნით დაახლოებით ესეთ ერთ ფორმას, ჩვენი ყვავილის ფორმას. ერთ წრის გარშემო ესე ფოტლებს დავუმატებთ. შემდეგ დავაკოპირებთ და ჩავსვათ სხვაგან. ზუსტად მაგას ვიზამთ. იმიტომ რომ ჩვენ გვეზარება 5-ჯერ დახატვა, ხო? შეგვიძლია ცოტათი შევცვალოთ ეს კუთხე. არა და ეკლების დახატვაც ეგრე შეგვეძლო.
აუ, კი, უბრალოდ ნახე, აი, ეკლებით თქო შეიძლება რომ ცოტა უფრო აი ზომა შეიცვალოს. და რაღაცნაირად არ ვიცი, უბრალოდ მინდოდა ამის დახატვა, ისე მართალი ხარ. შეიძლება რა თქმა უნდა ეგაც დავაკოპიროთ. და ახლა ეს მონი ოკეი არის, ოკეი. ხო, შეჯობით ეს არის ჩვენი ესა line-art-ი. ახლა ნახეთ, შემდეგი ეტაპი რაც ვაკეთებთ. line-art-ი შეგვიძლია დავაკოპიროთ, მე ასე ვაკეთებ ყოველთვის. ორიგინალს ვინახავ. და აწი უკვე შემდეგი ჩემი ეტაპი არის მაგალითად line-art, ცოტა x ვაწერ ხოლმე, ანუ ან thickness, ხო, აი ეცოდეთ, ჩვენ შეგვიძლია აწი ეს კონტურები, იმის რომ ცოტა უფრო ბუნებრივს დავამგვანოთ, დავუმატოთ ამ ყველაფერს თავისი პატარა სისქესავით. ნახეთ, მაგალითად, აი ამ ხეს შეგვიძლია ოდნავ გავუზარდოთ ეს სისქე. ძალიან ბევრიც არ არის აუცილებელი, უბრალოდ აი ოდნავ, რომ ცოტა, ასე ვთქვათ, ბუნებრივ ხაზს დაემკვანოს, რომელიც იდეაში შეიძლება მაგალითად აი ფუნჯითაც ყოფილიყო, თუ ამას ფუნჯს დავხატავთ, იმიტომ რომ ყოველთვის ერთ და იგივე სისქე არ აქვს ხოლმე ჩვენს ასე ვთქვათ ზოლებს. ამ ზოლის გაზრდა და დაპატარავება შეიძლება სხვადასხვა მონაკვეთებში, ასე რომ ეგაც შეგიძლიათ, ანუ ეს შეგიძლიათ აი მახსოვროთ, ასე რომ ვთქვათ. აკაც იგივე. ჰოპ, ცოტათი ავწდით, დაახლოებით აი ასე გამოდის ეს ფორმა და მoni ახაც შეგვიძლია სულ ცოტათი ეს მონაკვეთი გავუსერდოთ, ხო? იგივე საკეთება შეიძლება მoni პერსონაჟზეც, აი ცოტათი დავუმატებდი ოდნავ, სულ ცოტათი ამ ჩვენს სისქეს ზოგიერთ მონაკვეთში. აი აქაც შეიძლება დაემატოს დაახლოებით ასე. ხო, თორე ეს არ გადავაჭარბოთ და ძალიან ბევრი არ მოგვივიდეს აი ამ კონტურზე. ოდნავად საკმარისი იქნება, დაახლოებით აი ასე. განსაკუთრებით აი არ ვიცი ვინახავთ თუ არა მისტერ ბინის პერსონაჟი, ხო, ალბათ ვინახავთ რა თქმა უნდა. მაგრამ აი მას აქვს ხოლმე აი გარშემო ძალიან ისეთი მკვეთრი დიდი კონტური, თვითონ სტილი აქვს ესეთი მისტერ ბინს და ძალიან ნახატი აქვს ხოლმე ესეთი ჩასქელებულებით. ოკეი, აქაც შეგვიძლია თოთი გავუსერდოთ ეს მონაკვეთი. აი აქაც შეგვიძლია და ხო, სულ ეს არის, მგონია რომ ეს უკვე საკმარისი ნივთია, შაქ აღარ ჭირდება. ნახოთ ეს. სულ ცოტა ვარსკვლავსაც გავუშვი ზოგიერთ მონაკვეთში. ეს იყოს, რომელიც ახლო არის, უფრო იმათ გავუშვი დაახლოებით აი ასე. ოკეი, ეს ეხება ჩვენს line-art-ს. line-art-ი უკვე არის, ასე ვთქვათ, მზად sketch-ი. sketch-ს რო გავუშვით, უკვე ყველაფერი აღქმადი გახდა. აწი შემდეგი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, მეგობრებო, ეს არის ჩავასხოთ ფერები, ოკეი? რაც ეხება ჩვენს line-art-ს, ესე იგი კიდევ ერთხელ ამას დავაკოპირებ, ნახეთ, დაკოპირება მჭირდება და გეტყვით რატომ. აი, დავაჭერ Enter-ს, დაკოპირებულს ქვემოთაც გავთიშავ layer-ში და ზემოთ ამ მონაკვეთს აწი უკვე გავუკეთებ, ნახეთ, Bokloms მოხსნი და ყველა ამ კონტურს გადავქმნი უკვე ფორმატ. მონიშნავ, შევდივართ Windows-ში, უბრალოდ Object-ში, Pass და Outline Stroke, ანუ stroke არის ეს კონტური, რაც ჩვენ ვაკეთებთ და კონტურს გადავქმნით, როგორც ნახეთ, უკვე ასეთ ჩასმულ წერტილებად. უკვე მთლიანი ფერი არის შიგნით. აქამდე ჩვენ შეგვიძლია ამის რედაქტირება. ნახეთ, აი ამ მონაკვეთში ჩვენ უკვე ვეღარ ვცვლით, ასე ვთქვათ, ამ ფორმებს. უკვე არის ბრტყელი გამოსახულება. ამას ვაკეთებთ უკვე ბოლოში, როცა ვიცით, რომ აი კონტურები უკვე მოვრჩით და ყველაფერი მზად არის, რომ ფერები ჩავასხოთ. ოკეი, როგორც ხედავთ, ბევრი დაკოპირება გვჭირდება ხოლმე, მაგრამ არა უშავს, შობს რომ დავაკოპიროთ. ხო, შემდეგი ახლა რაც ჩვენ გვჭირდება, ჩვენ შეგვიძლია დავაკოპიროთ კიდევ ერთხელ ეს line-art-ი. ნახეთ, მოდი ამას დავაწერთ layer-ში. კონტური იყოს კონტური სუსუზევითა, აი ნახოთ აი ასე. და ქვემოთ იყოს color, ოკეი? აი რაც აი ასე შეგვიძლია გავაკეთოთ. ხო, ვფიქრობ რომ color-ის ქვეშ შეგვიძლია კიდევ აი ასეთი ფონის დეტალები დავამატოთ, მაგალითად აქ იყოს sky-ს დავაწერ, მოდი ფერს შევწვი layers, რომ მაინც შავი არ იყოს, რაღაცა ეს მოუჯვსავით იყოს, თუ მწვანე იყო.
ხო, აი ნახეთ მეგობრებო, კიდევ ერთი დეტალი, რაც გვჭირდება, აი ეს გამოჩა გასწოდეთ, იმის რომ ეს ფერები ჩავასხათ იმ სტილით, რომელსაც ახლა მე ვხატავ, ჩვენ ნახეთ შეგვიძლია აი ამ კონტურში აუცილებლად კონტურს ვაკლიკებთ, ნახეთ. და ამ კონტურში შევქმნათ აი ესეთი პატარა კვადრატისავით. ნახეთ, აი გარშემო ხო, უბრალოდ კონტური უნდა გქონდეს. აი ესეთი კვადრატი, რომელიც მთლიანად ასე გადაფარავს ჩვენ ილუსტრაციას, ოღონდ აი ასე ახლოს დავსვათ. რომ ნახეთ, აი ამ მონაკვეთებში რომ კვეთდეს აი ამ ჩვენს კუთხეებს. აი ამიტომ ვტოვებდით ჩვენს აი ამ კონტურს გარშემო. ამის აზრი არის მეგობრებო ის, რომ ფერი შევძლოთ რომ ჩავასხათ აი ამ შემდეგი ხელსაწყოთი. ოკეი. ეს არის ნახეთ აი ამ ჩვენს კონტურში. ოკეი. ხო, ოღონდ ამას უკვე დაბლად ჩავაკოპირებ. Ctrl+C და აი ამ ლეიერში Ctrl+Shift+V და აცი აქ ორივე ლეიერზე გვაქვს აი ეს ჩვენი კონტური. ოკეი, ძალიან კარგი. ხო რაც ხონაც კითხვა იყო. მოკაცრავად და ეს ნახეთ თან რომ ეს არის რა ქვია, რაღაც ფერები არის წრეებში, ისინი რისთვის არის? ეს არის ჩვენი ფერების პალიტრა და ათ ჩვენ ამ ფერების გამოვიყენებთ, ასე რომ ვთქვათ, რომ შევქმნათ უკვე ფერადი ვერსია. ესე იგი, უბრალოდ ჯერ ჩავასხავ აი ასეთ ლურჯ ფონს, ეს იქნება ჩვენი ცის ვერსია. ზემოდან ეს დეტალები არის ისეთი, რომელსაც მე არ ჩავასხამ ფერს, ანუ ცალკე კიდევ ასეთი დეტალებიც მაქვს. ესე იგი, მეორე იქნება აი ესეთი მუქი ტონალობა, შეგვიძლია აქ მაგალითად ხეები დავხატოთ პირობითად. ოთ ამას დავხატავ ახლა მარტივად, რა თქმა უნდა, ამის ცალკე დავხატოთ შეიძლება უბრალოდ ახლა არ მისურს და ბევრი დროის დახარჯვა ამ დეტალზე. დაახლოებით ესე იყოს. შეიძლება ზევით ავწიოთ ეს ფორმა. მთლიანად სილუეტზე უნდა ვიფიქროთ ამ შემთხვევაში. ხო. და ნახეთ, რაც შეგვიძლია ეს ჩვენი ვიზუალი მაგალითად ესე გავაერთიანოთ და აი ნახეთ ეს შიდა მონაკვეთს უბრალოდ ესე წავშლი და გამწვანდება, ოკეი? ხო, ეს წარმოგიდგენთ, ეს არის ჩვენი ხის ტექსტურა. რა თქმა უნდა, შეიძლება კიდევ ესეთი პატარა დეტალებებით დაამატოთ. თითქოს ეს არის ჩვენი დღესავით, ხო? უფრო მეტად რომ დაემგვანოს ხეებს და მარტო სამკუთხედებივით რო არ იყოს, რაც ასე შეგვიძლია დავამატოთ აქ. ოკეი? ეს უბრალოდ რაღაც ესეთი ფონის დეტალი არის, ჩემს ამას უკვე იქ მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ასე ვთქვათ, უფრო ლამაზ ხეს შემერთ ყველაფერს. და უკვე ესეთი ტყესავით გამოგვივიდა ეს მონაკვეთი, ხო? ძალიან კარგი. ესე იგი, ეს არის ჩვენი მონაკვეთი. შემდეგი რაც ვაკეთებ, ნახეთ, ჩვენ გვაქვს ესე იგი ზემოთ არის კონტური, ნახეთ ეს sketch გავთიშო. ნახეთ, sketch-ში არის ჩვენ დაგვჭირა ფერი, არის კონტური და აი აქ უკვე დაბლა, ნახეთ, ზევით ბოქლომები არის, მარტო დაგვჭირა ფერი. ესე იგი, მოდი ამ მწვანე ფერით დავიწყებ. ფერი რო ჩავასხა, ჯერ ნავირჩიო ფერი, ფერს ვირჩევ eyedropper თულით, აი ეს eyedropper თული არის, I არის კლავიატურაზე. შემდეგ მოვნიშნავ აი ამ ჩვენ ილუსტრაციას, დავაჭერ K-ს, K არის აი ეს live paint bucket-ი, builder თულის ქვეშ არის. და ჩავასხავ აი ამ ერთ ფერს. Control გვერდზე დავაჭერ კიდევ ერთხელ. ნახეთ, აწ უკვე ჩავასხით ფერი და ჩვენ შევქმნით live paint bucket-ის, ასე ვთქვათ, ჯგუფივით. ამ ჯგუფში აწ ჩვენ შეგვიძლია აქვე ნახეთ აი ჯგუფია, სადაც ფერს ჩავასხავთ თვითონ აი ამ ფორმებში, რომელიც გქონდა მონიშნული. ხო. შემიძლია უკვე დავამატო მაგალითად ეს ბუჩქების ეს მონაკვეთი, ფერები. მაგალითად შეიძლება აი ეს ყვავილებიც გავაფერდოთ. ოღონდ ნახეთ, აი რის გვჭირდება ხა ზევითო კონტური. ნახეთ, აი თუ პირობითად აი ამ კონტურს მთლიანად მოვნიშნავ, აი ამ შავ მონაკვეთსაც, ხო? ეს შავ მონაკვეთი არ ფერადდება და გაჩვენებთ რატომ. იმიტომ რომ ზევიდან ჩვენ კიდევ ერთი კონტური გვაქვს. ნახეთ, აი ეს კონტური ამისთვის გვჭირდება, რომ რამეა თუ შემთხვევით გადავფარავთ ამ ილუსტრაციას, აუცილებლად მაინც გამოჩნდება ეს დეტალი. მედია მივხვდით რას გულისხმობ. ოკეი, მოდით
ეს ფერები ჩავასხათ. ნახეთ, როცა კონტური არის ბოლომდე დახურული, ეს ფერები ძალიან მარტივად ისხმევა. თუ ფერები არ არის დახურული, დამჯერეთ ასეთი მარტივი არ იქნება. ხო. ისე რომ უნდა ვეცადოთ ხოლმე, რომ ეს ფორმები ბოლომდე დავუხუროთ ხოლმე, არ უნდა აუცდეთ, რა თქმა უნდა, ასევე გაფერადებ ის დეტალს. და ხო, მოდი დეტალებს ჩავასხავთ. ოკეი, დაახლოებით ასე. შეგვიძლია ესენიც გავაფერადოთ. ხო, ამ სტილის შეიძლება ითქვას მინუსი არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს ასე დეტალურად ვასხავთ. ნუ, ჩემი აზრით ეს ცუდი არის, მე ასე მომწონს გაფერადება. მეორე გზაც არსებობს, რომ მაგალითად, უბრალოდ ცალკე ახალი ლეიერი გააკეთოთ, შექმნათ ეს ყვავილი ახლიდან და კიდევ ეს ყვავილი გადაამრავლოთ ზევიდან. რა თქმა უნდა, ასეც შეიძლება მეგობრებო, არც ეს არის ასეთ პრობლემა. მოდით პერსონაჟიც გავაფერადოთ, ავიღოთ ჯერ კანის ფერი, რაც არის და ამ კანის ფერში სულ კანის დეტალზე ჩავამატოთ ეს ჩვენი პერსონაჟის ფერი, ხო? ეს ხელიც კანის იქნება, რა თქმა უნდა. და ხო, გეჯობით. ეს არის თვალის ეს სემონაწილებიც გვჭირდება. თეთრი ფერი ჩავასხათ, ესე იგი, რა თქმა უნდა, თვალზე, ხო? დაახლოებით აი ასე. ეს არის თვალის დეტალი. თვალს ბარემ აი ამ ჩვენს ზღარბსაც ჩავუმატებთ თეთრი ფერის. შეგვიძლია აცი გადავიდეთ მაგალითად თმაზე, აი ეს იყოს მოდიმის თმა. ოკეი. წამწამებზე, კი არა, წარბებზეც იგივე ფერი გვექნება ამ შემთხვევაში. და ნახეთ ეს იყოს დასასხმის ფერი. გავაფერდოთ ჩვენ დასასხმელიც. დაახლოებით აი ასე. ხო. ვიდრე შეგვიძლია მაშინ ეს ფერი ცოტა დავაკოპიროთ, ნახეთ, ცოტა ტონალობა შევცვალოთ. ნახეთ, აი ამ კვადრატით შეგვიძლია ეს ტონალობა შევცვალოთ ხოლმე. აქ გამოჩნდება ეს color picker-ი, ცოტა ჩავაბნელებთ ამ მონაკვეთს. saturation-ი შეგვიძლია ცოტა ავუწიოთ, OK-ს დააჭერთ და ნახეთ, მაგალითად, აი ამ ფერს ჩავასხამ აი ამ დეტალში, ხო, თითქოს ცოტა გადაკეთებული დასასხმის დეტალი არის, ხო? ოკეი. ეს იყოს ხელის დეტალი. დაახლოებით ასე. ამის გამოქებაც შეიძლება უბრალოდ ჯეჯებით დავტოვებ ასე როგორც არის. და მგონი შეგვიძლია აი ასეთი შარვალიც დავუხატოთ. ხო, რაღაც ასეთი იყოს. ოკეი. შემიძლია. მგონი შეგვიძლია ჩიტის ეს ფერიც ჩავასხათ, ცოტა ფერის იყოს და ნისკარტი შეიძლება ესეთი შავი ფერის იყოს. არ ვიცი რა, მგონი რუხი ფერი უფრო მოვუხდება, ცოტა ფერი დავუმატოთ, ხო? აი რაღაც ასეთი. კი, აი ეს უკვე მომწონს. ხო, რაც ხება თავის აი ამ დეტალს. ალბათ შეიძლება რომ ეს ქვაც იყოს ფერადი. არა, ეს ფერადი უკვე არ მოვუხდა. მოდი სხვა ტონალობა ვცადოთ, დავტესტოთ. ხო, ამის პლუსი არის, რომ შეგვიძლია ხოლმე დავტესტოთ სხვადასხვა ტონალობები ამ ფერების. დაახლოებით აი ასე, მგონი ეს OK ფერი არის, ხო? ნახოთ. ოკეი, ჩემი აზრით OK არის. შეიძლება სხვა ტონალობაც ვცადოთ აი ამ ზედა ნაწილზე, რომ ცოტა კონტრასტულიც იყოს, ხო? ანუ ამაზეც ვფიქრობთ. და მოდით ჩვენი ზღარბიც გავაფერადოთ. ნახეთ, ზღარბი პირდაპირ ფერი ჩაესხმევა და ქვემოდან შეიძლება აი ასე გაფერადდეს აი ეს მონაკვეთი უკვე ფეხები, ეს თავისი სახის ნაწილი. და ესეც შავი იყოს. დაახლოებით ეს. ოკეი. უკვე რაღაცას დაემგონა ეს ჩვენი ილუსტრაცია. მაგრამ ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი ნახატი. და დავამატოთ უკვე ჩრდილები, ჰაილაითები და ტექსტურები. ნახეთ, ესე იგი ჩვენ გვაქვს. მოდი ამ კოლორებს პოპონს დავდებ. და ნახეთ, ესე იგი რა გვაქვს, ხო? ჩვენ გვაქვს sketch-ი და ფერების ზემოდან აწინახეთ, ფერებს უკვე მოვურჩით. კონტურები გვაქვს ზემოთ. ნახეთ, აი ესაა კონტურები. კონტურებს უბრალოდ აი ესეთ შავ ფერს ჩავასხავ, რომ ვიცით, აი ეს არის შავი კონტურების ლეერი. მის ქვეშ აწი დავამატებ, მაგალითად, layers shadow და აქ უკვე შემიძლია დავამატოთ ჩრდილები. ხანახეთ, ჩრდილები თქვენ შეგიძლიათ ძალიან ისე ფრთხილად ჩაამართოთ ხოლმე. უბრალოდ ახლა მე ცოტა სწრაფად ვიზამ ამას, რომ თქვენ დრო ძალიან არ დავხარჯო.
და ნახეთ, როცა მოვნიშნავთ აი ამ ჩვენ layers, შეგვიძლია თვითონ layers-ზე opacity-ის ფანჯარაში ნახეთ, დააყენოთ აი ეს blending mode-ი ქვია იმ რაღაცას, multiply-ზე. და ავირჩიოთ აი ესეთი მუქი ესეთი რაღაც შავი ტონალობა, ხო? ნახეთ, აქ ჩვენ შეგვიძლია ცოტა როგორც გითხარით, უხეშად გავაკეთებ ამას, უბრალოდ თქვენ დრო ძალიან არ დავხარჯო. დაახლოებით, ასე შეგვიძლია შემოვხაზოთ ეს მონაკვეთი. წესით შეგიძლიათ ეს უფრო დეტალურად გააკეთოთ და უფრო სუფთად. უბრალოდ ჯერჯერობით ეს საკმარისი იქნება ჩემთვის, ანუ ასე, რომ გაჩვენოთ როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ ჭრილი. ხო, ამან როგორც ვთქვი, გავასწორებ საშლელით, ცოტა ასეთი ოვალური ფორმა რო ქონდეს. და ნახეთ, თვითონ აი ეს ლეერი რაც გვაქვს, გვაქვს რო არის multiply-ზე და გამჭრელობას დავუწევ დაახლოებით ალბათ ერთი 30-მდე, 35%-მდე, რაღაც ასე. ოკეი? დაახლოებით ასე გამოვა ჩვენი ეს ფორმა. ოკეი. ასე შეგვიძლია შევავსოთ ეს ჩვენი ჭრილები სხვადასხვა მონაკვეთში. მაგალითად, თმის ქვეშ შეიძლება ესე თმის ქვეშ ხოსავთ, ნო. და ზოგიერთ მაგალითად ეს თმის მონაკვეთში, ხო, თმა ხო მოცულობითი აქვს და ჩვენ შეგვიძლია ესეთი ჭრილის დეტალები უკვე დავუმატოთ ასე ვერც. ახლობებით აი ასე. ოკეი. აქაც უბრალოდ უხეშად დავუმატებ ძირითადად ამ ჭრილს, რაც გვაქვს. ძალზედ შეიძლება ცოტა დაემატოს. აი ამ მონაკვეთშიც. ყელზეც, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს თავი არის ეს კიდევ მოცულობითი და მის ქვეშ ჭრილი იქნება აუცილებლად. ახლობებით აი ეს შეიძლება იყოს ეს. ოკეი. ახლობებით ასე. იდეაში ჭრილი ყოველთვის ფორმის მიხედვით უნდა მიდიოდეს ხოლმე. ახლა აქ როგორც გითხარით, სწრაფად ვაკეთებთ, მაგრამ გვახსოვდეს რომ ფორმის მიხედვით შეიძლება წავიდეს აი ეს ჩვენი ჭრილი. ახლობებით აი ასე. ოკეი. ახლობებით აი ასე. ესეც ჩვენი კიდევ ფეხის დეტალიც, აქაც დაგჭირდება რა თქმა უნდა ჭრილი. ოკეი. რაღაცას შეიძლება იყოს. ხო, რა თქმა უნდა, ამ დეტალების დამატება შეიძლება უსასრულოდ, ალბათ გამოიცნობით, რომ თლიანად ჩვენ პერსონაჟსაც დაჭირდება, ასე ვთქვათ, ესეთი ჭრილი. ახლობთ ესე იყოს, ჯერჯერობით. თუმცა პერსპექტივაში გავწელოთ. ოკეი. ხეებზე ცოტა უფრო დიდად და ესე სწრაფად გავაკეთებთ ამას. ახლობთ აი ასე, ცოტა უხეშად. ოკეი. და როგორც გითხარით, ამაზე კეთება შეიძლება გასცემთ რომ სუფთად, ნელა, რომ ჭრილები იყოს მაქსიმალურად ლამაზი და არა ასე უბრალოდ ჩასხმული უცბად გაკეთებული. რაც რომ მეტ დროს დავუთმოთ, უფრო ლამაზი გამოვა მთლიანობაში ეს ჩვენი დეტალები. აქაც უბრალოდ ამ მონაკვეთს ესე ჩავასხავ და ჭრილის აი ამ მონაკვეთსაც აი ასე გადავწევ ნახევარს. ოკეი. და ახლობებით აი ასე. ოკეი. ანუ უკვე რაღაცას დაიმგვანა ეს ჩვენი ილუსტრაცია. აქ ხარბის ეს დეტალები გვაქვს. და ხო, ამ ხარბსაც შეგვიძლია ეს ჭრილი გავაკეთოთ აქ. ოკეი. ასე. ხო. ცოტა შეიძლება ალბათ აი ამ დეტალებსაც გავაკეთოთ, რაც აი ასე გვერდზე გვაქვს. It's on it. Which one? Okay. ხო, დაგიბრუნეთ მეგობრებო. აი, ნახეთ. ჭრილის ქვეშ შეგიძლიათ რა თქმა უნდა, ცოტა პატრასტი დეტალების გაკეთება, სტოპრობუნებრივად რა გამოჩნდეს. ახლობით ეს. ოკეი. და შეგვიძლია ეს ტიპად რა მონაკვეთები ვით გავაკეთოთ, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს ფუჩქები ხომ სტოპი მოცულობითი არის, ხო? ცოტა ეს ფორმას ავით მივიცეთ უბრალოდ.
აყოლით აი ასე. ვიცი რა, ну ამათ ამ დეტალებს ხო შეიძლება გაჩვენებთ, როგორც შეიძლება მოვაშოროთ, ну უბრალოდ ჯერჯერობით შემიძლია ესეც საკმარისი იქნება, ვთქვათ ჩვენი ჭრილისთვის, ხო, დაახლოებით აი ასე. ცოტა ახლოს დავამატებ ამ დეტალებს, ესეც ასე. ესე იგი მეორე შეგეკეთებათ შეგვიძლია ეს არის უკვე highlight-ების დამატება. უბრალოდ დავაკლიკოთ მაგალითად highlight და აქ უკვე ვაკეთებ პირიქით, მაგალითად ვირჩევთ ღია ტონალობას, შეიძლება ეს თეთრი ფერი იყოს. და ოღონდ თვითონ ამ layers აწი უკვე multiply-ის ნაცვლად ვაყენებ ნახეთ opacity-ში screen-ზე. screen-ზე და ოღონდ opacity აქაც უნდა დავუწიოთ. მოდი დავტესტოთ ჯერ ეს თვითონ ეს ტონალობა. ცოტა ხანი აი ესე იყოს ეს. ოკეი, პირობითად რაღაცა ესეთი არის. ხო, რაღაცა ჩვენი highlight იყოს, პირობითად ცოტა სხვიზე იყოს. აქ არა ლოგური არის ხო ჩვენს highlight-ი ახლა ამ ჩიტზე, მაგრამ მოდი დავუსვათ ზოგიერთზე, იმიტომ რომ მგონია რომ შეიძლება უბრალოდ ეს ჩვენი ვთქვათ სტილით ვთქვათ ავხსნათ რატომ არის აი ეს დეტალების დამატება შეიძლება თითქოს highlight-ი გვაქვს სტილში ადამიანს ეს დარჩეს როგორც არის მე highlight-ი დეში უბრალოდ როგორც დეტალს ვამატებ ხოლმე იმიტომ რომ უხდება ცოტა საინტერესო ვიზუალი გამოდის ხოლმე ამიტომ სადაც ვიცი რომ პროდუქტი სინათლე იქნება მაგ მონოკვეთებში ვამატებ ხოლმე ამ პატარა highlight-ებს ცოტა უფრო ლამაზად გამოდის ხოლმე შეიძლება ეს პატარა თმის დეტალიც გამოგვივიდეს ხო ასე დაახლოებით აი ასე აქაც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ვარსკვლავზე შეიძლება ფუნქციას გავზარდოთ დაახლოებით აი ასე ოკეი ნუ კონტომ მივხვდით რას ვაკეთებთ აქ ნაკაც იგივე და მოდი ამ თვითზე გავაკეთოთ ხო ეს ტიპის დაახლოებით აი ასე ხო ამის გაკეთება უკვე შეიძლება უსასრულოდ მეგობრებო ამიტომაც ძალიან ბევრ დროს ამაზე არ დავხარჯავ უბრალოდ იცოდეთ შეგიძლიათ highlight-ები დაამატოთ ხოლმე ასევე ვფიქრობ ამ ჩვენს ილუსტრაციას პატარა პრობლემებიც უხდება clouds დავაწერ ახალ layers ნახეთ ალბათ აკვირდებით რომ ყველაფერს ვამატებ ასე ვთქვათ ახალ layers და ამ ახალ layers-ზე უკვე ვქნი ჩვენს ახალ details ხონა ამასაც უბრალოდ თეთრი პუნჯით გავაკეთებ ოღონდ opacity ეს დეტალები უნდა იყოს აცი უკვე ასე ვთქვათ ნორმალზე რაღაცა იმ scale-იც კი გამოვა ჩემი აზრით გამოგვადგება დაახლოებით ეს ოკეი პრობლემა შეიძლება ნებისმიერ ფორმა ჰქონდეს ასე რომ აქ ძალიან შეზღუდულება ეს რომ ვთქვათ არ ვართ შეიძლება უბრალოდ რაღაც სხვადასხვა ფორმის სხვა ზომის ესეთი უბლის ფორმა დავხატოთ ხო თითქოს ესე გვერდზე იწელება და გარშემო უბრალოდ ცოტა გავწევოთ ხოლმე ეს ფორმები შეგვიძლია ცოტა გადავაკოპიროთ დავაპატარავოთ რომ ამაზე ძალიან ბევრი დრო არ დავხარჯოთ ხო რა ესეთი თქვენ ეს პრომეთ მოუხდა ესაც ხება clouds ბოლო ალბათ დეტალი ჩრდილის highlights გარდა არის უკვე აი მე პირადად ძალიან მიყვარს ხოლმე ეს დეტალი როცა იგითხეთ დეტალი მიყვარს არის უბრალოდ პირდაპირ აგებით დეტალები უკვე როცა პირდაპირ ჩორბოთ ჩაო დეტალს ანუ პუნჩს სხვა შეიძლება მოგონი რაღაც პატარა ბალხის დამატებაც აი პატარა ესეთი დეტალებით სხვა მონაკვეთში რომ თლადაც ვთქვათ ესეთი იდეალური ზედაპირი რომ არ ქონდეს ამ ჩვენს ბალახს და მგონი შეგვიძლია აქაც ესე შევავსოთ ცოტა ესეთი
ბალახის ტექსტურები, okay? რა თქმა უნდა, ამის გადაკოპირებაც შეგვიძლია თუ ამ ალტს ვერ დავმიზნეთ. თუ მაგალითად გვინდა რომ ევლოთ რაც სწრაფად შეავსოთ ეს დეტალი. უბრალოდ აი ამ ბალახის ტექსტურას ავით რომ გამოჩნდეს ხო რაღაც ამასთი. შეგვიძლია ეს დეტალი გავაკეთოთ. დაახლოებით ესე. Okay. იმიტომ რომ აი მგონია რომ აი ამ ტექსტურას აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ რადგან თვითონ ეს ჩვენი ილუსტრატორი არის საკმაოდ მარტივი ფორმებით, ყველი ფორმებით ვიხატება, უბრალოდ რაც ტექსტურის დამატება ყოველთვის უფრო უხდება, უფრო ბუნებრივს ემგვანება ჩვენი კომპოზიცია. შეგიძლიათ შეიძლება მთელი ეს visual idea-ში ასეთი პატარ-პატარა ტექსტურებით შეავსოთ უკვე. ხო, შეიძლება მარტო შავი ფუნჯი არ იყოს და უბრალოდ რაღაც სხვა ფერიც აერჩიოთ. ეს უკვე დამოკიდებული არის ჩემს თქვენზე, როგორც თქვენ მოგწონთ, ისე გააკეთეთ ამ დეტალებს. ხო, დაახლოებით ეს. Okay. რა თქმა უნდა, თვითონ ეს კონტურებით შეიძლება ასევე რაღაც დონემდე შტილის მონაკვეთსაც აღნიშნავდეს, უფრო მეტად ხაზი გავუსვით, მაგალითად იცით, რომ დეტალებსაც შტილი გვაქვს წესით, ანუ ის მაგალითად ეს მონაკვეთები ხომ სტოკრეს ქორგალაჭებით არის ხოლმე და შეგიძლიათ თვითონ ეს ტექსტურაც რაღაც დაახლოებით მაგ ის ფორმის მიხედვით წაიყვანოთ, რომ მივხვდეთ, რომ აქ მაგალითად აი ესეთი ჩაღრმავებას ვსავით გვაქვს აი აქ შიდა მონაკვეთში, ხო? ანუ ყველაფერს ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ვთქვათ ფორმის მიხედვით წავიდეს ხოლმე. ესაც ასეთი პატარა ლაიფჰაკებით არის. აქაც შემერთ იგივე. და მგონი ნელ-ნელა უკვე მიდის ჩვენ ნახატი ფინიშამდე. დაახლოებით ესე. ხო. რა თქმა უნდა, თორე ძალიან სწორად გადავაჭერბოთ ამ ტექსტურაზე. თორე ეს უკვე საკმარისი არის. ერთ-ერთი ალბათ კიდევ ერთად დავამატებ, ნახეთ, ეს არის აი ეს ხეები, რაც გვაქვს უკან. ამ ხეებს კიდევ ერთ პატარა ქვედა layers გავუკეთებდი, სადაც მაგალითად აი ამ ტონალობას ავიღებ, მოდით პრესად ჩავამოქებ და შემიძლია მაგალითად კიდევ აი ესეთი ტექსტურებისავით გავაკეთო უბრალოდ. ნახეთ, შეიძლება ხის ტექსტურა დავამატო, ან უბრალოდ ესეთი ტოტების რაღაც მსგავსი. რომ უბრალოდ მარტო ტექსტურა არ იყოს, ან მარტო ფერი რომ არ იყოს, შეიძლება უბრალოდ ესეთი დეტალები დავამატო. ჩემს უფრო მეტად უხდება, რომ ამას გამოვა. და ახლა ესე. Okay. ბევრი ცდიაში არ გვჭირდება. Okay. That's asty. I'm going to so დიდი ფორმა გამოგვივიდა. კონექტებს და ეს ეშვების გაფერადება გამოგვჭა. თუნდაც მოდით ეგეთ შევავსოთ. მეუბნება რამე კითხვები ხო არ გაქვთ? დასვით, მანამ ამ ვთქვათ სამ ფინალურ დეტალს უკვე შევავსებთ. შეიძლება რა ფერის იყოს, მოდი ეშვების კონტრასტული გავაკეთოთ, ზოგადად წესები დავარღვიოთ. და იყოს ესეთი ფერადი. ვიღაცა რაღაც ხო თქვით, ამ კითხვა ხო არ ქონდათ? თუ გითხავთ, იგითხეთ? ეგეთი ნახატი როგორ უნდა შევქმნა? მაგას გვასწავლით, ხო? ნახე, გეტყვი, იდეაში ასე ნახატი რომ გავაკეთოთ, ჩვენ გვჭირდება რაღაც ზონამდე უკვე ცოდნა კომპოზიციის, ასე ვთქვათ, პირდაპირ ასეთი გაკეთება ცოტა შეიძლება გაგვიჭირდეს მეგობრებო, თუმცა როცა უკვე გვეცოდება დაახლოებით კომპოზიცია, ასე ვთქვათ, ფერების პალიტრის შექმნა, უკვე შეძლებთ ამ ასეთი ილუსტრაციების შექმნას. ბოდიშით ჩვენ გვიან შემოგიერთით და ამიტომ დასვაგითხო. არა, რა პრობლემა არის?
შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა. მადლობა. არის სხვა კითხვები ხო არ გაქვთ მეღორებო? ეს აუცილებელია რომ კომპიუტერში გაკეთდეს თუ სხვა გაჯეტებში შეიძლება მაგალითად ტელეფონში. ამ შემთხვევაში ნახეთ ჩვენი კურსისთვის არის აუცილებელი კომპიუტერი, იმიტომ რომ კურსი თავიდან მომდე კომპიუტერზე ვასწავლით. ტელეფონზე უბრალოდ შეიძლება სხვა ინტერფეისი იყოს, ამიტომაც ცოტა პრობლემური იყოს ამ შემთხვევაში, ასე რომ შობს რომ მაინც ასე ვთქვათ კომპიუტერი გქონდეს. თან კომპიუტერთან უფრო მოსახერხებელია მუშაობა. რა თქმა უნდა, კომპიუტერს მოსახერხებელია. მეგობრებო, ნახეთ, აი აწი უკვე როცა ჩვენ შევქმნით ჩვენი ილუსტრაცია, ბოლო დეტალი როცა უკვე ყველაფერს მოვრჩით, შესაძლოა აი თუ გვინდა რომ ეს სამუშაო სივრცეც ასე ვთქვათ, უბრალოდ სუფთად გამოჩნდეს, ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, ზემოდან ახალი ლეერი შევქმნათ და დავაჭიროთ მაგალითად clipping mask. დავარქვათ. გადავადოთ ამ ყველაფერს ესეთი კვადრატი უბრალოდ ამ ფორმით ავიღე. დაახლოებით აი ასე. მოვარგოთ ჩვენს სამუშაო სივრცეს, დაახლოებით ესე. Okay. მოვნიშნოთ ყველაფერი და უბრალოდ ვაჭერთ ნახეთ object clipping mask, ანუ ეს clipping mask-ი არის ეს ხელსწყო და ნახეთ ყველაფერი ვერ მოთავსდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ კიდევ ცალ-ცალკე ლეერებში. ნუ ოკეი, არა უშავს, იდეაში ასეც იყოს. ნახეთ, სამუშაო სივრცეზე აქ გვიჩანს, რა თქმა უნდა, გარშემო რაც არის, თუმცა როდესაც ჩვენ ამას შევინახავთ უკვე როგორც სურათს, ნახეთ, ეს ყველაფერი გამოჩნდება როგორც უკვე ესეთი სუფთა ამოჭრილი ვიზუალი. ოკეი. რაც ესეთი გამოგვივიდა. ეში ამას ეში მოსწავლეობრივია ცოტა. აუ მეგობრებო, რამე კითხვები ხო არ გაქვთ? რამე დეტალებზე, რამე ტექნიკური ნაწილი. ძალიან გქონდათ მეგობრებო კითხვები და თუ გინდათ ახალდასვით. ჩვენ ნამუშევარი უკვე მივიდა, ასე ვთქვათ, ფინალამდე. მადლობა მინაგითხრა ყველას, ვინც ბოლომდე დარჩით და ასე ვთქვათ, ნახეთ ჩვენი ღია ლექცია. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს პროცესი. და იმედი მაქვს, რომ რაღაც ახალი გაიგეთ ჩვენს ღია ლექციაზე. შეგიძლიათ მიკროფონი ჩართოთ მეგობრებო და გაგვიზიაროთ თავეჭრება როგორ მოგეწონათ ჩვენი პერსონაჟის სცენა, მასწავლებლის ახსნილი, თლიანობაში გაკვეთილი. ძალიან მომეწონა. ძალიან მოგეწონა. მადლობა მეგობრებო, მიხარია თუ მოგეწონათ. ძალიან საინტერესო გაკვეთილი იყო. მადლობა. ძალიან კარგი. ძალიან მომეწონა. მიხარი, ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ მეგობრებო. ოკეი. მე ამასობაში თან ვეტყვი, ვინც ესწრება და ინტერესებს ალბათ, როდის იწყება უშუალოდ სწავლა. მე ვეწვის ვარ და ვიცი რაღაცების კეთება ამ პროგრამაში. ხოჭა. აი ხატვებში რა. ძალიან კარგია. ოკეი, მე მგონი 14 დეკემბერს ვაპირებთ დაწყებას. შესაბამისად კიდევ გაქვთ დრო რომ მოიფიქროთ, თუმცა ისე მოსწონთ ხოლმე ბავშვებს და ძველი მოსწავლეებიც ისე გვიწევენ ხოლმე რეკომენდაციას, ვინმე თუ გადაწყვეტ, დროულად გაიარეთ რეგისტრაცია, ხო რომ ადგილი დაიკავოთ. ჯგუფში არის მაქსიმუმ 15 ბავშვი, ასე რომ საშუალოდ 10-12 ბავშვი არის ხოლმე, ასე რომ ეგეც გაითვალისწინეთ, რომ რაოდენობრივად შეზღუდული არის რამდენ ადამიანს, რამდენ ბავშვს მივიღებთ ერთ ჯგუფში. 3 თვიანი კურსი არის და ვინც ესწრებოდით და მოგწერთ, დამატებით ფასდაკლებას მიიღებთ, კურსი ღირს 600 ლარი, სრული კურსი ღირს 600 ლარი, 22 გაკვეთილი არის სულ, თითოეული არის საათნახევრიანი, ასე რომ ვინც გადაწყვეტ, თუ მოგწერთ, მიიღებთ პრომოკოდს, რომლითაც ისარგებლებთ 100 ლარიანი ფასდაკლებით, ასე რომ შეგიძლიათ რომ შემოგვეხმიანოთ და ანუ ჯამურად იქნება 500 ლარი ამ 3 თვიანი კურსის თლიანი კურსი მოკლედ, ესე რომ ვთქვათ.
და ეს საიდან გადმოვიწერო ეს ამ აპლიკაცია? ყველაფერს ჩვენ აგიხსნით, როდესაც კურსს შეიძენთ, ამ პროგრამასაც გაგიზიარებთ, თუ თქვენ ვერ ჩაწერთ, ჩვენ დაგეხმარებით რომ ჩაწეროთ და კიდევ გამომჩა მეთქვა რომ გვაქვს 4-დან 6 თვემდე სრულად უპროცენტო განმადება, განაწილება სხვადასხვა ბანკის და შეგიძლიათ ონლაინვე სცადოთ, შესაბამისად ეს 500 ლარი ერთიანად არ მოგიწევთ რომ გადაიხადოთ, არამედ ბანკი ჩვენ ჩაგვირიცხავს, თუმცა თქვენ ბანკში მომდევნო თვიდან დაიწყებთ გადახდას. ყოველთურად, ანუ სადღაც თუ თქვათ 4 თვიანს გააკეთებთ შესაბამის თანხის გადახდა მოგიწევთ და 500 ლარი 4 თვეზე განაწილდება, თუ 6 თვეზე გააკეთებთ განმადებას, 6 თვიანი, რა თქმა უნდა, გვაქვს სტანდარტული განმადება 3 თვიდან 3 წლამდე და 4 წლამდე ხანგრძლივობის. თუმცა ძირითადად აკეთებენ ხოლმე 4 თვიან სრულად უპროცენტო განაწილება საქართველოს ბანკის, ასევე TBC განაწილება, ასევე არის კრედო ბანკის 4 თვიანი სრულად უპროცენტო განაწილება, Liberty ბანკის Top Card-ით 6 თვიანი და Silk ბანკის მერე პროდუქტი რომ დაემატა, იხდით ახლა, უბრალოდ გავხთ ახლა, ანუ გადიხართ კურსს ახლა და იხდით მერე. მოკლედ ამ ხრივ კომფორტული არის ეს ყველაფერი და ვინც გადაწყვეტ, ერთადერთი თხოვნა მაქვს, რომ მოგწეროთ, რომ მიიღოთ პრომო კოდი. კარგით, იმიტომ რომ საიტზე კურსი ახლა ფასდაკლება არ არის, მაგრამ ვინც ესწრებოდით, ისინი მიიღებთ ფასდაკლებას. უკაცრავად, ყოველთვის 6 საათზე დაიწყება ხოლმე გაკვეთილები? არა, ის გაკვეთილები დილით იწყება ხოლმე. მაპატიეთ ერთი წამით დავაზუსტებ, გიო მასწავლებელს მივმართავ, მიმდინარე ჯგუფი როდის ასრულებს სწავლას? ახლავე გეტყვი, ჩვენ მქონა ახლა ბოლოს მე-16 ლექცია. 14 დეკემბერს საიტზე რაც არის მითითებული 12 საათი არის და 12 საათი იქნება ალბათ 14 დეკემბრამდე რჩებით, ხო, როგორც მივხვდი? იმ ჯგუფს. კი, გეტყვი ახლავე ზუსტად გეტყვი. ესე იგი ჩვენ შემდეგ კურსს რჩებით 14 დეკემბერს ზუსტად. ოკეი. და დარჩენილი არის კიდევ ოკეი, მეგობრებო, მოკლედ სავარაუდოდ 14 დეკემბრის შემდეგ მაგის მომდევნო შაბათს ან კვირას დაიწყება და იქნება ხოლმე 12 საათზე. ანუ ახლა სტანდარტულად 12-ზე იწყება ხოლმე 2:30-ზე მთავრდება. შესაბამისად, როგორც კი ჯგუფი დაამთავრებს, ეგრევე დაიწყება მეორე ჯგუფი იმავე დროში. შეგვიძლია არც დავდოთ და უბრალოდ მაგ დღეს დაიწყოს ოდნავ გვიან, ანუ დავუშვათ 2 საათზე დაიწყოს პირველი ორი შეხვედრა და მერე უკვე 12 საათზე. ონლაინ გაკვეთილებია თუ ადგილზე? ტარდება, ადგილზე ტარდება ყველა გაკვეთილი. თუმცა ვინც საქართველოში არ იმყოფება ან ბათუმიდან ან ქუთაისიდან ან სხვა ქალაქებიდან ერთვებიან, ისინი ესწრებიან ონლაინ. ესპანეთიდანაც გადიოდა ჩვეულებრივად სტუდენტი. ასაკს რაც შეეხება 10-დან 15 წლამდეა, თუმცა 9 წლის ბავშვის მყოლია, როდესაც ის ადაპტირებული არის კარგად ლეპტოპთან და კარგად ითვისებს, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის მასალას. დიახ. უკაცრავად, ლეპტოპი უნდა ვაკეთოთ? თუ ლეპტოპს ატარებენ ხოლმე კი. თუ ვთქვათ ლეპტოპი არ გაქვს და კომპიუტერი გაქვს პერსონალური, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ადგილზე დაგახვედრებთ. უბრალოდ შენი ლეპტოპით სიარული იმიტომ არის კარგი, რომ მაგალითად გაკვეთილზე როდესაც რაღაცას აკეთებ და დავუშვათ ვერ დაასრულე, სახლში მიგაქვს იქ ასრულებ, ასევე რასაც იქ გააკეთებ, პირდაპირ მოგაქვს და ასე შემდეგ. ანუ ამ ხრივ კომფორტული არის. ხო. 7 წლისები ვართ. ბატონო 7 წლის არის დაში და კი, მშვენივრად იმაშება, სკოლაშიც გადიან, ახლა 3D Paint-ი აქვთ და კომპიუტერთან არ უჭირს, ახლა პროგრამირება. ნახევარი ჯდომის პრობლემა ესე არა აქვს, რომ თქვათ იქ ყურადღებით იყოს, არ გაეფანტოს და ასე შემდეგ, შეიძლებაც და. ხო, რა ვიცი, ნახოთ. ხო, იმიტომ რომ მაინც ბავშვები წუხდებიან ხოლმე ცოტა დიდხნიანი გაკვეთილი. დიდხნიანი არ არის ფიზიკურად, ახლა საათს ნახევარით და დარიცხვება თქვა, მაგრამ უფრო პატარებს რა თქმა უნდა უჭირთ ხოლმე რომ ესე ყურადღებით იყვნენ და ყველა დეტალს დააკვირდნენ. მასწავლებელი თითოეულ ბავშვთან მიდის, თუ თქვათ რაიმეს ვერ გააკეთებს,
იქ ადგილზეც აჩვენებს თქვათ რაღაც თუ ვერ გააკეთა თან ბავშვების მეგობრულები არიან ერთმანეთის ლეპტოპში შეუძლიათ დახონ იმან როგორ გააკეთა და ასე შემდეგ ერთმანეთსაც ეხმარებიან ხოლმე და მასწავლებელიც ნენელა აკეთებს ამ ყველაფერს თან ჩანაწერი კეთდება მე მოგვიანებით ჩანაწერსაც შეუძლია ხელმეორედ უყუროს დააპაუზოს გაიმეოროს რაც გააკეთა მასწავლებელმა თან დავალებები გვაქვს ყველა გაკვეთილზე და ეგეც მნიშვნელოვანი არის რომ საკლასო დავალების გარდა სახლშიც ამ მასალას დამატებით ითვისებს მოკლედ. ნენელას თვითონ რა თქმა უნდა. თავიდან შეიძლება ოდნავ მოსაწყენი მოეჩვენოს ბავშვს, მაგრამ მე მიხვდება რატომ ვასწავლეთ ის დეტალები.